პრეზიდენტის გადამწყვეტი რეაქცია საღამო მშვიდობისა პირდაპირ ეთერშია სეზონის პირველი გადაცემა და დღეს რეაქციაში წარმოგიდგენთ. მთავარი სამიზნე კვლავ ამ სასახლის მასპინძელია. სწორედ აქ შემოსვლის გამო ითვალწუნა ბიძინა ივანიშვილმა. გიორგი მარგველაშვილი ვიყურეთ დღეს საღამოსაძე. მოახერხებს თუ არა მარგველაშვილი ჩვენს პირდაპირ შეკითხვებზე პირდაპირ პასუხების გაცემას. ომი საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას შორის დღეს საღამოსაძე გიორგი მარგველაშვილის გადამწყვეტი რეაქცია. დღეს საღამოსაძე გაირკვევა იქცევა თუ არა მარგველაშვილი პოლიტიკის ახალ ვარსკვლავად. ეს არის არასწორი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა პრეზიდენტის ინსტიტუტის საპირისპიროდ. სარავისთან მას პრაქტიკულად ურთიერთობის სურვილი არ აქვს და ვერ სახერხებს და არც აკეთებს. სასაცილო მდგომარეობაში ვარდება ქვეყანა და თვითონაც. ივანიშვილმა მწვანეშვილია ანთო, რატომ აქტიურობს ყველაზე მეტად მარგველაშვილის კრიტიკაში ალასანიას გუნდი. ყველამ ყველაფერი უკვე თქვა. საბოლოო სიტყვას დღეს რეაქციაში თავად პრეზიდენტი იტყვის, ის რაც დღეს იმედის პირდაპირ ეთერში ითქმება, განსაზღვრავს ქართული პოლიტიკის უახლოეს მომავალს. თუ ყველა თავის საქმეს გააკეთებს და ერთმანეთს როგორც მინიმუმ ხელს არ შეუშლით, ეს ყველაფერი დარეგულირდება. ერთად მოусმინოთ, ერთად შევაფასოთ, ერთად გავაანალიზოთ რა ხდება ქვეყანაში. ერთმანეთის პირისპირ გიორგი გაბაშვილი, გია ვოლსკი, გიორგი ბარამიძე, ზვია ძიძიგური. დადრიგადებას საშინელება საქართველოში. ტურნირი დასრულდა, უცნობი ბრუნდება, რას გეგმავს გია გაჩეჩილაძე 24 სექტემბერს პირველად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ექსკლუზიურად რეაქციაში უცნობი ცხელი პოლიტიკური შემოდგომის პირველი რეაქცია ვიწყებ საღამოსაძე. საკუთარი სათქმელი ყველამ თქვა დღევანდელ გადაცემაში საბოლოო სიტყვას უკვე პრეზიდენტი იტყვის. თქვენს ქვეყანაში ლამის პატარა ბავშვმაც კი იცის, რომ ხელისუფლებაში დიდი დაპირისპირება და ეს დაპირისპირება განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა მას მერე, რაც ბიძინა ივანიშვილმა მისი ყოფილი ფავორიტი მარგველაშვილი საკუთარი მთავრობის კონკურენტად გამოაცხადა, რომელსაც არავინ არ ელაპარაკება და ეჭვი შეიტანა ნაციონალებთან მის სიახლოვეში. ყველაზე აქტიურები საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკაში თავდაცვის მინისტრის გუნდელები აღმოჩნდნენ. ძნელია იმის თქმა რა არის ამ აქტიურობის მიზეზი. პრეზიდენტზე შურის ძიება იმის გამო, რომ თავის დროზე ივანიშვილმა ფსონი მარგველაშვილზე დადო და არა ირაკლი ალასანიაზე, რომელსაც პრეზიდენტობა უნდოდა, იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელმაც ალასანია ვიცე-პრემიერობიდან მოხსნა ერთგულება დაემტკიცებინათ, თუ იმის გამო, რომ მართლა ფიქრობენ, რომ მარგველაშვილი ჯინიანი ბავშვივითაა. ფაქტია, რომ საქართველოს პრეზიდენტზე შეტევის ტალღა ღიად სწორედ ალასანიას გუნდმა აგორა. პრეზიდენტი მარგველაშვილი ჯინიანი ბავშვივით იჩემებს წასვლას და ჩემი აზრით ეს წასვლა მხოლოდ ნიუ-იორკში წასვლა არა. რა პრობლემაა, სადაც უნდა იქ წავიდეს, ოღონდ გავერკვეთ და დროზე გავერკვეთ, გამოვიდეს პრეზიდენტი და ხმამაღლა თქვას, რომ მთავრობა თავისთვისაა და ის თავისთვის თვითონაც ამოისუფქავს და გულზე მოეშვება. ხელისუფლებისთვის ამ უცნაურ ტონალობაში გახსნა ალასანიას თანაგუნდელმა ალექსი პეტრიაშვილმა ფრონტი გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ. მერე დაიწყო დღეს რეაქციაში ყველა კითხვა და ყველა პასუხი საქართველოს პრეზიდენტს ბოლო დღეების მთავარი მოქმედი გმირი ჯერჯერობით გიორგი მარგველაშვილია. უკვე ცნობილია, რომ ის მთავრობაში თითქმის არავის ელაპარაკება. როგორია თქვენი მოლოდინი, წავა თუ არა გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციაში და ეყოლება თუ არა ქვეყანას უახლოეს მომავალში ოპოზიციონერი პრეზიდენტი. ასეთი იქნება დღეს ჩვენი ინტერაქტივი შეკითხვა დარეკეთ ზარი უფასოა. ასევე გამოაგზავნეთ თქვენი მოსაზრებები ჩვენს Facebook გვერდზე სახელწოდებით რეაქცია და ეს შეტყობინებები. მთელი გადაცემის განმავლობაში გავა პირდაპირ ეთერში. ასე ის რეაქციის სტუდიიდან გავა, როგორც ახალი პოლიტიკური ვარსკვლავი თუ კარგახნის განმავლობაში დარჩება უფლება შეზღუდულ პრეზიდენტად. მიდის თუ არა ოპოზიციაში და არის თუ არა რეალურად უკვე ოპოზიციაში სეზონის პირველ რეაქციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხსნის მემას მივესალმები. საღამო მშვიდობის ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. რატომ გეღიმებათ? მომეწონა შენი ენერგია, რომელსაც საუბრობ. იმედია თქვენი ენერგიაც ასეთივე იქნება. დღევანდელ გადაცემაში არ დამავიწყდეს, ვიდრე მაგიდასთან მიგიწევთ, მინდა რომ მოგილოცოთ სოციალური სტატუსის შეძენა. თქვენ უკვე ოფიციალურად დაოჯახდით, მოიყვანეთ მეუღლე. ხო არ მიწყენ, დაბრძანდით თუ შეიძლება, სანამ დაждდებით თქვენ სკამზე, მანამდე რომ კითხოთ, მართლა მოითხოვდნენ თუ არა თქვენგან ბიძინა ივანიშვილი და მაშინდელი თქვენი გუნდი, რომ დროულად გაგეფორმებინათ ეს ქორწინება ოფიციალურად არჩევნებამდე, ვიდრე გახდებოდით პრეზიდენტი. ბოდიში ვიცი რომ არ გიყვართ ესეთი პირადული შეკითხვები, მაგრამ არა, ეს პირადული არა. თემატურია ეხლა დღეს. თემატური არის. კი მე ვერ ვიხსენებ ამ თემაზე რაიმე ასეთ ჩაღმავებას და საერთოდ იცინგა ძალიან მომეწონა შენი ენერგია.
დიდი მადლობა. როგორც ყოველთვის, მაგრამ რა მინდა გითხრა საერთოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებსაც ჩვენ ეს ერთი კვირაა განვიხილავთ და რომელიც ასე ვთქვათ, გამოცხადდა იმით, რომ აბა სასწრაფოდ გიორგის ასე ვთქვათ, ეს გავხსნათ ეს კარები გიორგისთან მიმართებაში და მძინამეს გამოაცხადა და ძალიან ბევრმა ადამიანმა უპასუხა და აღმოჩნდა, რომ ჩემთან ძალიან სერიოზული კითხვებია. ამასთან მიმართებაში მე მინდა რომ რაღაცნაირად ჩვენ შევძლოთ და ჩვენი პოლიტიკური დისკუსია გადავიყვანოთ უფრო რეალობაზე, ვიდრე რაღაცა ჭორაობაზე ან მეტი რეალობა რაღა გინდა თქვენს რომ არავინ გელაპარაკებათ ლამის სახელისუფლებო გუნდიდან მე არ მინდა რომ ჩვენ დღეს ვიჭორაოთ კონკრეტული განცხადებების კვალ მინდა რომ წავიდეთ ბატონ გიორგი და მე ნამდვილად არ მინდა რომ ეს იყოს უბრალოდ ამბობენ თემა ის რაც ყველამ ნახა ყველამ ის რომ საქართველოს პრეზიდენტს ებრძვიან სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები ებრძვიან იმდენად რომ ამბობენ რომ იგი იქცევა ჯინიანი ბავშვივით ამბობენ რომ ეკეკლუცება ნაციონალურ მოძრაობას ამ განცხადების ავტორი ქალბატონი წულუკიანი გახდა. გაგახსენებთ ბატონი პეტრიაშვილის განცხადებას. გაგახსენებთ ძალიან ბევრი ადამიანის განცხადებას და რაც მთავარია თავად ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც პრაქტიკულად დაანთო მწვანე შუქი და მას შემდეგ რაც თქვა ივანიშვილმა დაიწყო თქვენზე შეტევა. ფაქტია რომ არის დაპირისპირება. რაც არ უნდა ჩვენ ახლა შევეცადოთ რომ ამას ტორაობა დავარქვათ ან არა. არა, მე არანაირად არ მინდა რომ ზუსტად ჩამოგიყალიბო ჩემი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა ის რომ არსებობს რაღაცა სირთულეები ეს ბუნებრივია მაგრამ ამ სირთულეების გაჩევა ხდება ხოლმე იცი როგორ დონეზე რომ რაღაცა ურთიერთობიდან ამოგლეჯილი ფრაზების დონეზე აქ არის ჩემთვის სირთულე რომ ასე გავარჩიოთ თორე რა თქმა უნდა პოლიტიკური საკითხებისთვის მე ვარ ძალიან მზად და მიხარია რომ შენთან ერთად ვსაუბრობ ამის თაობაზე. დიდი მადლობა. შევეცდებით დღეს დავსვათ ყველა ის შეკითხვა, რომელიც ბოლო პერიოდში დაგროვდა თქვენი მისამართი და მინდა რასაკვირველია დავიწყოთ ჩვენი ინტერაქტივის მთავარი კითხვით. ეს არის კითხვა, რომელიც შევთავაზეთ ჩვენს მაყურებელს, თქვენს სამომრჩეველს. როგორ ფიქრობთ, წავა თუ არა გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციაში? ველოდოთ თუ არა რომ აი ამ განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, ამ ყველაფრის ფონზე, როცა თქვენს წინააღმდეგ გაიხსნა ღია ფრონტი და მე ოდნავ მოგვიანებით დაგისვავ თქვენ შეკითხვას, რატომ არიან ასეთი აქტიურები თავდაცვის მინისტრის თანაგუნდელები მაინც და მაინც ამ კუთხით ველოდოთ თუ არა რომ თქვენ წახვალთ ოპოზიციაში თუ გიფიქრიათ ამ დღეებში ინგა მოდი შევხედოთ რეალობას მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი მე არა ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ვისთან უნდა წავიდე ოპოზიციაში საკუთარ გუნდთან რომელმაც მოგიყვანათ და გაგხადათ პრეზიდენტი ერთადერთი ვისთანაც მე შემიძლია დავდგე ოპოზიციაში ეს არის ჩემი სამშობლო და რატომ უნდა დავდგე მე საქართველოსთან ოპოზიციაში მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი ჩემი მოვალეობა არის რომ ვემსახურო ამ ქვეყანას და ამ ხალხს იმ მანდატის ფარგლებში რომელსაც მე მანიჭებს კონსტიტუცია შესაბამისად ვისთან უნდა წავიდე ოპოზიციაში მე რომ პოლიტიკური პარტია მქონდეს კი მაგრამ ვის უნდა დაუპირისპირდე ხელისუფლებას რო სახელისუფლებო გუნდის ოპოზიციაზე არის და რა გავაკეთო არა მე არ გირჩევთ წახვიდეთ ან არა მე რას ვიცით ის თქვენი მკითხვა სვავთ რომელიც სამწუხაროდ დაისვა ამის გარჩევა მიმდინარეობდა ზოგი ამ პოზიციას აფიქსირებდა ზოგი იმას მაგრამ ძალიან მაინტერესებს რას ნიშნავს პრეზიდენტის ოპოზიციაში წასვლა და მე რას იღწვის პრეზიდენტი რომ გახდეს ვინ საქართველოს პრეზიდენტი რომელიც უკვე საქართველოს პრეზიდენტია გახდეს მოვლენების ლიდერი გახდეს საქართველოს პრეზიდენტი არის მოვლენების ლიდერი ინგა და რას უნდა მივახციო რომ ოპოზიციაში წავიდე ვინ უნდა გავხდე ამიხსენით აი არა აქ თანამდებობრივ სწრაფვაზე არ არის საუბარი და საფეხურებზე ასვლაზე მე თქვენ გეკითხებით რომ თქვენგან არის თუ არა მოსალოდნელი რომ თქვენ ხელისუფლებას ჩაუდგეთ ოპოზიციაში იმ ხელისუფლებას რომელმაც ჩაგიშალათ როგორც თქვენ ბრძანეთ ვიზიტი იმ ხელისუფლებას რომლის ფორმალური ლიდერი აცხადებს რომ თქვენ ხართ საკუთარი მთავრობის კონკურენტი იმ ხელისუფლებას რომელიც ჯინიან ბავშვს გიწოდებთ იმ ხელისუფლებას რომელიც ამბობს რომ თქვენ ეკეკლუცებით ნაციონალურ მოძრაობას თქვენ გონიათ რომ მე შეიძლება აი თუნდაც აემოსიამოვნო ფონიდან გამომდინარე იქიდან რომ ჩემზე ჭორაობის სეზონი გაიხსნა თუ ახალი ემოცია მიიღო გამომდინარე იქიდან რომ აი არასასიამოვნო და ხშირად შეურაცხყოფი ზღვარზე მყოფი ეპითეტები ისმის ხან ოპოზიციისგან სხვათა შორის და ხან ხელისუფლებისგან აქედან გამომდინარე მე შეიძლება გადავდგა ემოციური ნაბიჯი და ამ ემოციებიდან გამომდინარე დავუპირისპირდე
არა ქართულ ოცნებას, არამედ დაუპირისპირდა ჩემი ქვეყნის ხელისუფლებას, აღმასრულებას თუ საკანონმდებლოს, რომლისაც ავალია, რომლის ვალდებულებაც არის ამ ქვეყნის წინ წაწევა. იმ რეფორმების ჩატარება, წინ გაწევა ეკონომიკის და ასე შემდეგ. და ჩემი ემოციური დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ხა ბუნებრივია, ხო რომ ასეთი მოვლენების მიმართ ემოციური ხარ, მაგრამ ჩემი ემოციური დამოკიდებულება გადავიტანო რაში? რომ შეუშალო ვინმეს ქვეყნის განვითარება? ეს ხო იქნება რეალურად მართლა არასწორი ნაბიჯი. რა თქმა უნდა, ინგა, ბუნებრივია, მე მაქვს ემოციური დამოკიდებულება ამ მოვლენების მიმართ, მაგრამ ვითარება არის შემდეგი. მე ვარ არჩეული ამ ქვეყნის პრეზიდენტად და მაქვს ჩემი კომპეტენციები. ამის იქეთ არ არსებობს პოლიტიკური თანამდებობა საქართველოში. შესაბამისად, მე მოდი თავიდანვე მოხსნათ თემა, რომ მე რაღაცა კიდევ შეიძლება მინდოდეს. ეს თემა მოხსნათ. შეიძლება უბრალოდ გინდოდეთ როგორც პრეზიდენტს, რომ დაიცვან კონსტიტუცია და თქვენ არ იყოთ უფლება შეზღუდული პრეზიდენტი, თუნდაც ისე როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ ჩაგიშალეს ასეთი ვიზიტი. ბუნებრივია, ეს არანაირად არ ნიშნავს ხელისუფლებასთან ან პარლამენტთან ან სასამართლოსთან დაპირისპირებას. ჩემი ფუნქცია პირიქით არის მათი გაძლიერება და მათ შორის ბალანსის დაცვა. შესაბამისად, მე სცენარიც ვერ წარმომიდგენია. გარდა ერთადერთი ვარიანტია, რომ მე შეიძლება გავღიზიანდე ამ ვითარებაზე და მივღწე ემოციური რეაქცია, რომელიც იქნება საბოლოო ჯამში მეც დამაზიანებს როგორც პოლიტიკურ ფიგურას და ვითარებასაც დააზიანებს, მაგრამ არც ერთ ეტაპზე მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ფლატიული არ არის, რაც არ უნდა პოლიტიკური გამოცდილება ქონდეს ამდენი შეურაცხყოფის მოთმენა, არც ერთ ეტაპზე ჩემგან ემოციური რეაქცია არ ყოფილა. მე ვთვლი, რომ ჩემ ვალდებულებას ვასრულებ და კიდევ ვთვლი, რომ იცი რა არის? დემოკრატია მართლა რთულია. ამითი დავიწყე მე ჩემი პრესკონფერენცია. ძალიან დინამიური კლიპი იყო. ამით დავიწყე მე ჩემი პრესკონფერენცია და ვთქვი, რომ დემოკრატია რთულია. დემოკრატიის სწავლა რთულია, ხელისუფლების ბალანსის შექმნა რთულია. მით უმეტეს, როდესაც ეს ხდება არა ძალიან ასე ვთქვათ დამშვიდებულ და ფუფუნების მქონე ქვეყანაში, არამედ რთულ ქვეყანაში. და შესაბამისად, ინგა, ეს სირთულე პირველ რიგში ალბათ მე უნდა გადავიტანო, პირველ რიგში ამ დარტყმებს ემოციურად მე უნდა გავუძლო, მაგრამ ძალიან სტაბილურად ჩვენ უნდა წავიყვანოთ ქვეყანა იქეთკენ, რომ ხელისუფლების შორის იყოს ბალანსი და პრეზიდენტი ეხმარებოდეს და აძლიერებდეს თითოეულ შტოს. კი ბატონო, ჯერჯერობით ჩვენი ინტერაქტივის პასუხი ასეთია, რომ მაყურებელში არის მოლოდინი, რომ ამ ყოველფრის ფონზე შესაძლოა მარგველაშვილი წავიდეს ოპოზიციაში. მესმის, როდესაც თქვენ ბრძანებთ, რომ აი ვის ოპოზიციაში უნდა წავიდე, ეს დააზარალებს. ისე არ გამიგო თითქოს მე ახლა ამ ეთერიდან მოგიწოდებ, რომ წახვიდეთ ოპოზიციაში. უბრალოდ ბუნებრივად ხო ჩნდება ეს კითხვა. ეხლა არ მომიწოდებ. ძალიან აქტიურად რამდენიმე პოლიტიკოსი, რომელიც აქტიურობდა იგივე პეტრიაშვილი. ცდილობდა მე გვარებს არ არა, მე დავასახელებ, თქვენ შეგიძლიათ არ დაასახელოთ, მან თქვა, რომ ბოლოს და ბოლოს თქვას, ისიც დაისვენებს და ჩვენც დავისვენებთ. ეს როდესაც ასეთი ტიპის განცხადებები იყო მცდელობა, რომ რაღაცად მიბიძგონ რამდენიმე პოლიტიკოსის მიერ კიდევ ერთხელ მე გვარს არ დავასახელებ, რომ გამოუკვეთო თითქოს პოლიტიკური დაპირისპირება. მაგრამ ინგა, კიდევ ერთხელ პოლიტიკურ ოპოზიციას პატივცემულო ტელემაყურებლებო პატივცემულო პოლიტიკოსებო, კლასიკა არის, რომ პოლიტიკური ოპოზიციის მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა, ხოლო ხელისუფლების მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. ეს არის ანაბანა პოლიტიკის. უკვე ხელისუფლებაში მყოფმა პრეზიდენტმა, არა ოპოზიციაში მყოფმა, რომელსაც პრეზიდენტობა უნდა, არამედ რომელიც ყველაზე დემოკრატიული საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგად 62%-ით გავიდა ამ ქვეყნის პრეზიდენტად. კი ბატონო. ბატონო გიორგი, ჯერჯერობით როდესაც თქვენ ამბობთ, რომ მე არ ვარო არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მე ყველას პრეზიდენტი ვარ, სწორედ აქედან გამომდინარე უნდა დაგისვათ კითხვა. ივანიშვილმა, წულუკიანმა სხვათ შორის, ძალიან ბევრმა თქვენმა თანაგუნდელმა ერთგვარად ეჭვი შეიტანა, მოდით პირდაპირ გავიხსენებ იგივე იუსტიციის მინისტრის განცხადებას, ნაციონალურ მოძრაობასთან თქვენს სავარაუდო კეკლუცობაში. იგივე თემაზე საუბრობდა ივანიშვილი იმ ცნობილ თავის ინტერვიუში. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ თქვენ ხართ ყველა პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტი, თქვენ ხართ ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტიც? ამ თქვენი ნაციონალური მოძრაობისაც, ლეიბორისტებისაც, ახალი მემარჯვენეებსაც მათთან ზუსტად ისევე წარმოგიდგენიათ, როგორც ეს ქართული ოცნების გუნდთან, ნებისმიერ სხვა პარტიასთან? იგა იცი რაშია საქმე, ბუნებრივია ქართული ოცნების გუნდი იყო ის გუნდი, რომელმაც მე დამაყენა საპრეზიდენტოდ და ძალიან დიდი მხარდაჭერა და როლი ითამაშა
ჩემი არჩევნების წარმატებაში. რა თქმა უნდა, ასევე ძალიან გადამწყვეტი და ძალიან მნიშვნელოვანი როლი იყო პირადად ბიძინა ივანიშვილის. მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ თემებს და საუბარს ქვეყნის მომავალის შესახებ, ბუნებრივია მე გახსნილი ვარ არა მარტო ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, არამედ ყველა მოქალაქის პოზიციის და აზრის მოსასმენად. თუ გახსოვთ ამას წინათ ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი იყო მოსული ჩემთან. მართლა რა გითხრათ, რატომ მოვედიო ხელში კონსტიტუცია რო ეჭირა ზაქარია ქუცნაშვილს კონსტიტუციას გასწავლიდათ? თუ ხელახლა წაგიკითხათ რა ხდებოდა? ამან ძალიან სერიოზული კითხვა გააჩინა, იმიტომ რომ ეხლა უყურე ჟურნალისტის თვალით დანახული დეპუტატი მიდის ხელში კონსტიტუციით, ანუ პრეზიდენტმა არ იცის კონსტიტუცია და მან ხელახლა წაუკითხა? მე ვფიქრობ, რომ ბატონ ზაქარიას SP არ ქმედება, არ ქონდა ჩაფიქრებული, უბრალოდ უნდოდა ჩემთან საუბარი ძალიან საინტერესო და კონსტიტუცია რა შუაში იყო რომ ეს არ ვიცი, მე თქვენ მეკითხებით ბატონი ზაქარიასთან დასასმელ კითხვას, ასე რომ მე არა, ჩემი დასკვნით მე მგონია რომ ეს იყო უბრალოდ დემონსტრირება იმის რომ თქვენთვის უნდა აეხსნა კონსტიტუცია. მე ესე გავიგე. იცით რა შეა საქმე, ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გამოვლენილი პოზიციებიდან ეს შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე უფრო კონსტრუქციული იყო. მაგრამ ბატონ ზაქარიასთან მე ბატონო ზაქარიამ შემომთავაზა რომ შევხვდე უმრავლესობას, მე უმრავლესობის დეპუტატებს შევხვედრი ვარ, როდესაც მათ პიროვნულად უნდათ ხოლმე შეხვედრა და შემდგარა ასეთი არაერთი შეხვედრა, მაგრამ იყო ლაპარაკი უმრავლესობასთან, როგორც ასეთთან შეხვედრის და მე იმ წუთას დავაფიქსირე ჩემი მზადყოფნა და დეტალები უნდა უბრალოდ გადაწყვეტილიყო, როდეს აგრეთვე იყო მოთხოვნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატების შეხვედრის, იქაც დავაფიქსირე ჩემი მზადყოფნა. ნაციონალებთან მზად ხართ შეხვედრისთვის, რომ მოინდომონ დაუშვათ მათ თქვენთან შეხვედრა? და ვალდებული ვარ შევხვდე ყველა პოლიტიკურ ძალას. იმისთვის რომ თუ მათ უნდათ რომ რაღაცა თავისი პოზიცია დააფიქსირონ პრეზიდენტის კომპეტენციის ფარგლებში. საჭორაოდ რაღაცა პოლიტიკური ინტრიგებისთვის, იმისთვის რომ რაღაცნაირად გათამაშდეს შიდა დაპირისპირებები ამა თუ იმ პარტიებს შორის, ეს მე არც მაინტერესებს და ამასთან დაკავშირებით ვინმეს თუ გაუჩნდება ინტერესი ჩემთან შეხვედრის, ურჩევ რომ არ შემხვდეს, იმიტომ რომ ამაზე არ დაველაპარაკები. მაგრამ რაც შეეხება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ოპოზიციის როლს, მედიის როლს, არასამთავრობო ორგანიზაციების როლს, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ქვეყნის წინ წაწევას, ამ საკითხებზე მე ბუნებრივია ნებისმიერ მოქალაქესთან ვიქნები გახსნილი რომ ვისაუბრო. კი ბატონო, მე ერთი რამ მინდა რომ გავიმეორო, ნაციონალური მოძრაობა ეთამაშება მარგველაშვილს რომ ოპოზიციაში გადაიყვანოს და გუნდში განხეთქილება გამოიწვიოს. ეს ივანიშვილის ნათქვამია, მისივე ნათქვამია რომ მარგველაშვილი თითქმის არავის აღარ ეკონტაქტება და ქვეყანას და საკუთარ თავს აგდებს სასაცილო მდგომარეობაში. მე კითხვა მინდა რომ დაგისვათ ბატონო გიორგი, შემჩნეული აღმოჩნდით მათი თვალით ყოველ შემთხვევაში დანახული ნაციონალურ მოძრაობასთან ერთგვარ კავშირში, როდესაც საუბარი იყო იმაზე, რომ იაკობაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი ყოფილი ელჩი გიგეგმავდა თითქოს ვიზიტს. ერთი წამით. მე 2003 წლიდან, მაშინ როდესაც სხვა შორის ვიყავი ზურა ჟვანიას გუნდში და ვიყავი ათეულში პოლიტიკური ძალისა, რომელიც პარლამენტში გავიდა და მე არ მოხდა შესვლა. იმ მომენტიდან დაწყებული. შემჩნეული ვარ იმაში, რომ ამ 9 წლის განმავლობაში ან პოზიცია არ დამიფიქსირებია? არა. ან ბიზნესი მიკეთებია ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად? ან მიფინანსებია ნაციონალურ? ან ყოფილ ვარ თანამდებობაზე ნაციონალური მოძრაობის? რომელიმე თანამდებობა დამიკავებია? მე ამ 9 წლის განმავლობაში პრინციპულად არ მომწონდა ის, რასაც აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა და 9 წელივე არა მერე მოვედი, არა მერე გავიხსენე 9 წელივე სხვა შორის ყველა იმ ალიანსში ვიყავი, რომელიც უპირისპირდებოდა ნაციონალურ მოძრაობას. მაგრამ იცით რა შეა საქმე, თემურ იაკობაშვილის თემა ჩემი აზრით ძალიან მარტივია. თემური არ ჩემი მეგობარი, ერთ ეზოში ვცხოვრობთ. თემურს ვიცნობ მანამ სანამ შეიქმნებოდა ნაციონალური მოძრაობა. თემურ იაკობაშვილი იყო ნაციონალური მოძრაობის მინისტრი. მე ვიყავი ოპოზიციონერი. თემურ იაკობაშვილს არ შეშინებია ჩემთან ურთიერთობა. თემურ იაკობაშვილთან ესეთი ვითარება ყოფილა ხოლმე, რომ სხედვართ, რა თქმა უნდა, მეკამათებოდა ძალიან ძაფრად ერთმანეთს ვეკამათებთ, მაგრამ თემურ იაკობაშვილის სახლიდან მივსულ ვარ ეთერში, გამიკრიტიკებია ნაციონალური მოძრაობა და უკან დავბრუნებულ ვარ იმ ოჯახში და მე გვიჩხუბია იმასთან დაკავშირებით, რაც ვილაპარაკე. მაგრამ ამ კაცს არ შეშინებია, რომ ოპოზიციონერი სახლში მიიღოს. აი ეს არის ჩემთვის ის მნიშვნელოვანი ქართული კულტურა. ჩვენ არა ვართ პავლიკა მაროზოვის დამწერიერი. ჩვენ ვართ სტუმართ მასპინძლის დამწერიერი. ეს არის ჩვენი ტრადიცია.
არ შეიძლება რომ თუ თემურ იაკობაშვილს არ ეშინოდა ნაციონალების დროს და ჩემზე უარს არ ამბობდა და ქონდა დაპირისპირება, მაგრამ ქონდა პიროვნული ურთიერთობა, არ შეიძლება ჩვენ მივიღოთ ისეთი საქართველო, სადაც მე არ მოვიკითხავ თემურს, არ მოვიკითხავ მის ოჯახს და არ მექნება ისევ მეგობრული ურთიერთობა. თუ ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა, სადაც ჩვენ პოლიტსაბჭოები აგვიჩევს ჩვენ მეგობრებს, მე უცებ ჩვენი პოლიტსაბჭო დაასკვნის, რომ ეს მეგობარი ცუდია. მე ამ მეგობარს გავაკრიტიკებთ, მე შეიძლება ისევ მოვიწოდოთ და მე ისევ შევერიგოთ. მე არ მგონია, რომ ესეთი საქართველო გვინდა ჩვენ, ესეთია ჩვენი კულტურა და მე მგონია, რომ ჩემი ვალდებულებაა, რომ სხვანაირი ქვეყანა იყოს. მე არ ვიცი, არის თუ არა დღევანდელ პოლიტიკურ ელიტაში ჩემზე მეტად ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირებული ბიოგრაფიის მქონე ადამიანი. არის? არ ვიცი. მე მგონი, რომ არ ვიცი. თუ არის ვინმე, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ იყო 2003 წლიდან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ამის გამო დავკარგავ რაღაცა ძირითად ღირებულებებს, რომელიც მე მომცა საზოგადოებამ, ოჯახმა, ჩემმა მშობლებმა და გადავეკიდები პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს, რომლებიც მე არ გადამეკიდნენ იმ დროს, როდესაც იყო ნაციონალური მოძრაობა. ასე რომ სიტუაცია მარტივია, მე არანაირ ალიანსში არა ვარ, თუ ვინმე არასდროს არ შესულა ალიანსში ნაციონალურ მოძრაობასთან ვარ მე. მას რატომ გაუჩნდა ეს ეჭვი? ან რატომ მქონდა ეს ინფორმაცია იგივე ქალბატონ წოლუკიანს, რომელმაც თქვა, რომ მისი ინფორმაციით თქვენს ვიზიტებს გეგმავდა, თქვენს ვიზიტზე მუშაობდა სწორედ იაკობაშვილი. მე არ ვიცი რა ინფორმაცია აქვს. არ გიკითხავთ, არ დაგირეკავთ, როდესაც ეს მოისმინეთ. საერთოდ ვინმე თუ შეგეხმიანათ, ან თქვენ თუ შეეხმიანეთ ამ დღეებში რაღაც საჭირო. მე ხო ტელევიზიით ვისმენდი არაერთ კონსპირაციულ თეორიას იმის თაობაზე, როგორ არასწორად ვიქცევი, როგორ ბევრი ვერ შეაჯამენ პრინციპში, ხო? ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია, ხო, მე პირველი რეაქცია მქონდა ეცით, რომ გავბრაზდი. მე ვიფიქრე, რომ ჩემი სწორი რეაქცია იქნება, რომ გარკვეულწილად აი ამას გადავაბიჯოთ, არაუშავს. განცხადებული იყო ბატონი ბიძინას მიერ, რომ საჭირო არის ასე ვთქვათ, ჩემი ამ ფორმით ჩემთან ურთიერთობა, ვიღაცამ უფრო ნიჭიერად შეასრულა, ვიღაცამ ნაკლებად ნიჭიერად, ვიღაცამ საერთოდ თავი შეიკავა სხვათა შორის. მაგრამ ჩემი აზრით ეს გადავლახეთ უკვე. ეს ეტაპი დამთავრდა. უფრო უარეს არ ელოდებით? აი როგორც თქვენ ბრძანეთ უკვე მეორე თქვით ამ ინტერვიუს განმავლობაში, პრინციპში შესავალში მე თამაზე ვლაპარაკობდი, რომ მწვანე შუქი აანთო რეალურად ივანიშვილმა. გეწყინათ, როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც მის პირველ ინტერვიუს, უკანასკნელ ინტერვიუს გაეცანით და იმავე დღეს იყო თუ არ ვცდები შემდეგ თქვენი ბრიფინგი, სადაც თქვით, რომ ვიზიტი ჩაიშალა. გეწყინათ ივანიშვილისგან, ან ვისგან გეწყინათ ყველაზე მეტად ამ დღეებში? მე ამას არ გეკითხებით ისე უბრალოდ რაღაც ისეთი სენტიმენტალური არა. მე მაინტერესებს გიორგი მარგველაშვილი ვისგან ელოდა მხარდაჭერას და ვისგან იყო მისთვის მოულოდნელი თავდასხმა. იმისა, რომ ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა, მართლა. და საოცარი დინამიკა გაქვთ და ენერგია. დიდი მადლობა. მე პრინციპულად მიმაჩნია, რომ მე უნდა ვისაუბრო პოლიტიკურ თემებზე და ეს არის იმ კულტურის დანერგვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. მე არ მინდა შევიდე ჭორაობაში, რაღაცების გარჩევაში, რომელსაც რეალური საფუძველი და ფუნდამენტი არ არის. თუმცა ის რასაც თქვენ ეძახით ჭორაობას, შესაძლებელია სხვისთვის არ იყოს ჭორაობა. მაგალითად, როდესაც გამოდის იგივე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვისი ფავორიტიც იყავით თქვენ და ვისი მხარდაჭერითაც თქვენ გახდით საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტი, ბატონო პრეზიდენტო, მისი პირველი პროტესტი, როგორც მან თქვა, გამოიწვია იგივე სასახლემ, ხო? და მან ალბათ შემთხვევით არის აუბრა იმ ინტერვიუში იმ ხარჯებზე, რომელიც უჯდება მთავრობას ამ სასახლის შენახვა. მე არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის კვადრატულ მეტრებზე და აი დაახლოებით 3 მილიონზე ოდნავ მეტ ახაზე ელაპარაკა შემთხვევით. ხომ არ ელოდებით, რომ მთავრობის მხრიდან შესაძლებელია საერთოდაც ისეთი ბერკეტები ამოქმედონ, მით უმეტეს ივანიშვილის აი ამ მითითების შემდეგ, რომ შეამცირონ სასახლის ხარჯების დაფარვა და თქვენ იძულებით მოგიხდეთ, რომ დატოვოთ რეზიდენცია და გადახვიდეთ ათონელზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე დღეს მიზის ამ სტუდიაში საქართველოს პრეზიდენტი, მე გიდასტურებ ჩემს პატივისცემას როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ არის შეკითხვები, რომელზეც მართლა აინტერესებს მაყურებელს პასუხი. ელოდებით, რომ დაგატოვებინებენ რეზიდენციას. არ ვიცი, ეს იქნება გადასაწყვეტი იმ პოლიტიკური გუნდის, რომელმაც უნდა აიღოს თავის თავზე ეს პასუხისგებლობა. ეს იქნება მათ მიერ აღებული პასუხისგებლობა, თუ ასეთ ნაბიჯს გადადგავენ. მე იმედი მაქვს, რომ ისინი არ წავლენ რეალურად
საქართველოს კონსტიტუციური ბალანსის წინააღმდეგ და არ გადადგავენ კიდე ერთ ნაბიჯს პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფის მიზნით მე მგონია რომ ამასთან დაკავშირებით მე თავის დროზე გავაკეთე კომენტარი რომ ჩემი გადასვლა იყო პოლიტიკური ეს არ იყო მხოლოდ ის რომ როდესაც მე შევედი კანცელარიაში რეალურად სამუშაო პირობები არ მქონდა ამასთან ერთად ეს იყო პოლიტიკური ნაბიჯიც იმიტომ რომ მე დავინახე იმ მომენტში უკვე ტენდენცია იმისა რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ასეთ ადგილმიჩენილი და ეს გადაწყვეტილება იყო ადგილმიჩენილი კანცელარიაში ანუ პრეზიდენტი შეზღუდონ ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტს ჰქონდეს არა ხალხის მიერ მინიჭებული და კონსტიტუციის მიერ მინიჭებული სტატუსი არამედ გარკვეულწილად აი ადგილმითითებული ვისგან კანცელარიაში ირაკლი ღარიბაშვილის არა მე ვსაუბრობ პოლიტიკურად შესაბამისად მე გადავდგე ეს ნაბიჯი ამ ნაბიჯის გადადგმის მიზეზი კიდევ ერთხელ იყო იმის თქმა რომ საქართველოს პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი ფიგურა რომელსაც აქვს მანდატი ხალხისგან და ვალდებულება ხალხთან ძალიან დიდი მადლიერების გზნობა გუნდის მიმართ ძალიან დიდი მადლიერების გზნობა პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ მაგრამ ვალდებულება ხალხთან ამის შემდეგ დაიწყო ეს სირთულეები მე მგონი რომ ამ სირთულეების გაგრძელება არის შესაძლებელი და ეს შესაძლებელია გაგრძელდეს, მაგრამ ის იქნება ძალიან ზიანის მიმყენებელი ყველასთვის, მთელი კონსტიტუციური გარემოსთვის. მე ვფიქრობ, რომ ამასთან ერთად მე გავიგე კომენტარები იმის თაობაზე, რომ მინისტრების განცხადება, რომ თურმე თავიანთვის დომებიათ ეს ტერიტორია. საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ძირითადად ეს იყო. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ჩემი ემოცია იყო. ბევრი რეზიდენცია იყო საქართველოს მასშტაბით და მე ბევრი რეზიდენციაზე, საერთოდ ყველა რეზიდენციაზე უარი ვთქვი, მაგრამ იქ მინდოდა უნივერსიტეტი. მართალი ვიყავი, ტყუოდი, ეგ სხვა თემაა. შეიძლება იქ არ გამოსულიყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში. და როცა გავიგე, რომ ჩემი სურვილი არ ხორციელდება, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მე ეს ნაბიჯი გადავდი. სხვა შორის იცით, მე სულ ვცდილობ, რომ ეს დაპირისპირება დავარბიო. მე მესმის რომ ვიღაცას შეიძლება უნდოდეს ამ რეზიდენციაში შემოსვლა. მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტროს. სხვა შორის იცით რა ვიფიქრე ახლა? მე მზად ვარ რომ ამ რეზიდენციაში იმ მომენტებში როცა საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკრება მნიშვნელოვანი მიღებები, მათ შეუძლიათ რეზიდენციით ისარგებლონ. მე იქეთა თვითონ რეზიდენციის ტერიტორიაზე არც ვცხოვრობ და შეუძლიათ შემოვიდნენ გააფორმო იქ ხელშეკრულებები, მშვენიერი ტერიტორია, მიიღონ იქ სტუმრები. ზედმეტი იქედან მე ჩემთან მოდიან ხოლმე ის სტუმრები. კი ბატონო. მზად ვარ რომ ეს დაუთმო. თუ ესე ძალიან უნდა და თუ ეს ხდება პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი, მე ბუნებრივია ჩემ პოლიტიკური პოზიციიდან დახევა არც მინდა და არც გავაკეთებ, მაგრამ იმისთვის რომ არ იყოს აი ეს რაღაცა შურით თუ რაღაცა ეს ემოცია რომ თავაქრო, მიიღონ ის სტუმრები მოახდინონ ჩვენთან კოორდინაცია, როდესაც ჩამოვლენ პრეზიდენტები, როდესაც ჩამოვლენ ელჩები, მობძადნენ იქ და მიიღონ. ბატონო გიორგი, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ თქვენ ისეთი სიტუაცია შეგიქმნან, მით უმეტესობ ბრძანეთ, რომ არ არის გამორიცხული, რომ ეს დაპირისპირება გაგრძელდესო, რომ ვადაზე ადრე მიიღოთ გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლაზე. არანაირად არ მიმაჩნია, რომ ეს იქნება სწორი. თუმცა იყო ამაზე თქვენი მხრიდან დაფიქრება. მე მაქვს კულუარული ინფორმაცია, რომ თქვენ თებერვალში ფიქრობდით, რომ დაგეტოვებინათ თანამდებობა და გადამდგარიყავით. იყო ასე? არც ვადასტურებ, არც უარს არ ვამბობ. იყო მსჯელობები იმაზე, რომ მე ჩემი პრინციპულობა არის მიუღებელი, მაგრამ მოდით შევხედოთ მიუღებელი. ვისთან იყო მსჯელობები? ივანიშვილთან? ინგა მე ამ დეტალებში არ შევიდივარ. ახლა ნახეთ რა საქმე კიდევ ერთხელ მიუხედავად თქვენი ენერგიისა, მე ვცდილობ რომ ვილაპარაკო არა შიდა საუბრებზე, არ ამოვგლიჯო ჩვენი დაუშვათ საუბრები და ფრაზები, არ მოვიტანო რაღაცა კი ბატონო პატარა ციტატები, არამედ ვილაპარაკო ფაქტებზე. თუმცა თქვენ არ ვარყავით, ბრძანეთ რომ ხო, იყო ასეთი გადაწყვეტილება, ფიქრობდით ამაზე რომ წასულიყავით და ეს იყო სწორედ ივანიშვილთან საუბრის შემდეგ, ამავე ჩემი ინფორმაციით, რომელიც ეხლა თქვენი ინფორმაციით, ხო, მე თქვენს ინფორმაციასთან არა მაქვს ასე ვთქვათ მიდგომა, მაგრამ მე მინდა გესაუბროთ ფაქტებზე და არა ასე ვთქვათ კულუარულ ჭორაობაზე. და ამ ფაქტებიდან გამომდინარე მე შემიძლია გითხრათ შემდეგი,
თუ საქართველოს პრეზიდენტი ამ დაპირისპირების თუ ამ დაძაბულობის გამო ზურგს შეაქცევს თავის მანდატს, ეს უნდა იყოს გამოწვეული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. მე რო გძნობდე რომ მე მართლა პრობლემა ვარ ქვეყნის განვითარებისთვის, მე სირთულეს უქმნი საქართველოს წინ მიმავალ გზაზე, უნებრივია, კომფორტულია ამ პოზიციაში ნამდვილად არაფერი არ არის. კი არის ესეთი დამოკიდებულება, რომ კარგია და კომფორტულია, მაგრამ კომფორტული არა, ძალიან დიდი პატივია, მაგრამ თუ მე დავინახავ, რომ მე ქვეყანას პრობლემას ვქნებ, ბუნებრივია, არც ერთმა ადამიანმა, არც ერთმა ჩემმა იდეალმა იქნება ეს ისტორიაში თუ იქნება ეს პოლიტიკაში, არც ერთი იდეალი თავის ამბიციებს არ დააყენებდა ქვეყნის განვითარების წინააღმდეგ. კი ბატონო, არის თუ არა მაშინ მოსალოდნელი, რომ კონსტიტუციის მიხედვით თუ კი პრეზიდენტი ჩათვლის, რომ ქვეყანაში შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი, მან დაითხოვოს პარლამენტი. გააჩნია ბუნებრივია, ეს ჩემი ვალდებულებაა თუ ეს ასე მოხდება და თუ ასეთი რეალობა იქნება, ბუნებრივია. ეს იქნება იმ კონკრეტულ ვითარებაში გადასაწყვეტი. დღეს ასეთი ვითარება ბუნებრივია არ არის. რამდენად შემთხვევითია ირაკლი ალასანიას გუნდის გააქტიურება თქვენს წინააღმდეგ? ასეთი ვერსია გააქტიურდა გუნდი, იმიტომ რომ ეს შესაძლებელია იყო თავდაცვის მინისტრის გუნდის შურისძიება, იმიტომ რომ არ დაასახელეს ალასანია თავის დროზე პრეზიდენტად, შესაძლებელია ისინი მართლა ფიქრობენ, რომ თქვენ იქცევით როგორც ჯიუტი ბავშვი, როგორც ამბობდნენ და ასე შემდეგ. თქვენ რა საწერთ? ყველაზე თქვენ ვერ ხედავთ ამ მე ვხედავ ჭორაობას, ინგა და ჭორაობს ალასანიას ჭორაობას და ჭორაობას ხედავ. მე რეალურად შეხო, კიდევ ერთხელ მინდა ვისაუბროთ პოლიტიკაზე. სად ხედავ ჩვენ რაიმე რეალურ ფაქტს, ასე ვთქვათ, ამ გააქტიურებს. ხა ის რომ ინტერვიუს დროს ვიღაცა სიტყვა გაექცევა, ეს არ არის პოლიტიკური გააქტიურება. უბრალოდ ვიღაცას ემოციურად სიტყვა გაექცა. ასეზერიზეთ, პეტრიაშვილი, წულუკიანი, ფანჯიკიძე, შემთხვევითია ეს სიტყვის გაქცევა, როგორც ინგა, მე არა ვარ არც პოლიტიკური ანალიტიკოსი, არა, თქვენ შესანიშნავი პოლიტიკური ანალიზის უნარი გაქვთ და ეს არის თქვენი პროფესია. ძალიან ბევრი წლის განმავლობაში მე მესმის, რომ როგორც პრეზიდენტს შეიძლება არ გსურთ ამას პასუხისგაცემა, მაგრამ თუ გიფიქრიათ, რატომ არის თქვენს კრიტიკაში ყველაზე აქტიური ალასანიას გუნდი, მე ეს კითხვა მოვაყოლე სწორედ იმ შეკითხვას, ხომ არ უნდა ველოდოთ თქო, რომ შესაძლებელია პრეზიდენტი უცბად ვადაზე ადრე წავიდეს. ხომ არ არის ასეთი გეგმა მთავრობაში, რომ მარგველაშვილი ვადაზე ადრე წავიდეს და ხომ არ გააქტიურდა ალასანიას გუნდი იმისათვის, რომ ალასანია გახდეს პრეზიდენტი. რთული კომბინაცია შეიძლება მე ვერაფერ კომენტარს ვერ გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ ესაა ჭორაობა. გარდა იმისა, რომ მე ასეთი პოზიცია არ გამაჩნია ნამდვილად, რომელ პოლიტიკურ გუნდში რას გეგმავენ, მართლა ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ვერაფერს, იმიტომ რომ მე მაქვს კონტაქტი ყველასთან, ირაკლისთან ერთად პიროვნული ურთიერთობა ძალიან კარგი და ნორმალური. მე ამ შეთქმულებას ვერ ვხედავ. მე ვხედავ რაღაცა ცოტა გაქცეულ სიტყვებს, ცოტა ზედმეტ ემოციას და ცოტა ფონს ბატონი ბიძინას ინტერვიუს. ამ ფონმა გააცხელა აუდიტორია და გაექცა სიტყვა, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური ნაბიჯები. კარგი, თუ ეს არ არის პოლიტიკური ნაბიჯები, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი სვავს კითხვას კითხეთ მარგველაშვილს, რატომაც ჩაიშალა რეალურად ამერიკაში ვიზიტი, რას უპასუხებ? ვის სახელზე იყო მართლა მოსული ის წერილი? იცით რაშია საქმე ამ დღეებში? როგორც მე გავიგე, მოსულა სააკაშვილის სახელზე. ასე თქვა ქალბატონმა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მე გავიგე, რომ მოსულა სააკაშვილის სახელზე. ხო, მაგრამ რა. ვინ ჩაგიშალათ, რატომ ჩაიშალა ვიზიტი, როგორც მან თქვა, კითხეთ გიორგი მარგველაშვილს, მე ახლა გეკითხე. თქვენს მაგივრად საკუთარ თავზე ბრაზდები, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უკვე ჭორაობის გამო კი არა, ამ შემთხვევაში უკვე სახელმწიფო ინტერესების გამო ვერ მოგცემთ მაგაზე პასუხს და მე ვიცი რომ თქვენ უკვე ჩემზე გაბრაზებული ხართ. არა, მე არ ვარ თქვენზე გაბრაზებული, უფრო მეტი ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მიიღებთ დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობას და სულ ბოლოს გაბრაზებასთან დაკავშირებით პატარა კომენტარი უნდა გავაკეთო, მაგრამ ეს ოდნავ მოგვიანებით ბატონო გიორგი, ხომ არ აქვს ადგილი იგივე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. აი ეს ინტერვიუ იყო ყველაზე მძაფრი თქვენთან მიმართებაში, რას კი ჩვენ მოგვისმენიან წაგვიკითხავს მისი მხრიდან. ადგილი ერთგვარ ეჭვიანობას, NDI-ის კვლევები, რომელიც დაიდო. ამ კვლევების მიხედვით 48%-ს მოსწონს მარგველაშვილი უკვე და 45%-ს ივანიშვილი. როგორ ფიქრობთ, არის ეს ან შესაძლებელია ეს ინტერვიუ ყოფილიყო კავშირში ამ კვლევებთან? არ ვიცი, არ მგონია. მე მგონი რომ საერთოდ
ბიძინას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება. ბიძინა არის სტრატეგიული მოაზროვნე. მე რო ვიხსენებდი სააკაშვილთან დაპირისპირებას, ფაქტიურად ყველა ვინც გაერთიანდებოდა ხოლმე სააკაშვილის წინამდებ და სხვათა შორის, იმიტომ რომ სწორედ რომ მიშას ბოდიში პრეზიდენტ სააკაშვილს არ ქონდა პატივისცემა კონსტიტუციის, უნდოდა მთელი ძალაუფლების თავის ხელში მოკრება, უნდოდა რომ გამხდარიყო რეალურად უზურპატორი და მთელი ქვეყნის ასე ვთქვათ ბერკეტები ხელში ქონოდა. ამიტომ უპირისპირდებოდი მე მას, მაგრამ ვისთანაც ყველასთან ერთიანდებოდი. და როდესაც ბოლოს უკვე ბიძინამ დაიწყო ამ ჯგუფის შეკრება, გამაოცა იმან, რომ ეს არის პირველი პოლიტიკოსი საქართველოში, რომელიც სტრატეგიულად ალაგებდა მიზნებს. ეხლა რა არის მისი სტრატეგია და მისი მიზანი, როდესაც გიორგი მარგველაშვილი გამოაცხადა კონკურენტად საკუთარი მე ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ ესე სპონტანური რეაქცია აი კვლევებზე, ან იქ სადღაც წარმატებაზე, ან არ არის, მე მგონი ეს არ არის მიზეზი. მით უმეტეს ეს არ არის ახალი, ხო, ჩვენ ეს ხო პირველი ინტერვიუ არა? არა, პირველი არ არის, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ამდენს მას ინტერვიუები გაუკეთებია, მაგრამ ასეთი ღია თავდასხმები თქვენი მისამართით ასეთი შეტევები ძალიან იშვიათი იყო. ეს იყო პირველი ინტერვიუ, მანამდე იყო, ეს მეორე ინტერვიუა იმის შემდეგ და აქაც ჩემი საკითხია წამოწეული. რატომ? აი ეს არის ყველაზე საინტერესო. ძალიან დიდი დრო გავიდა. მე თქვენ ადრეც დაგისვით ეს კითხვა, მესმის რომ თქვენ დელიკატურად არიდებ თავს, მაგრამ რატომ გადაწყვიტა ივანიშვილმა, რომ გიორგი მარგველაშვილი უნდა მოიკვეთოს გუნდიდან? ვინმეს თავს, მაშინ არ გიცდიათ გარკვევა. როდესაც მე და ბიძინას ჰქონდა ისეთი ინტენსიური ურთიერთობა, რომელიც არც ერთ მოქმედ პოლიტიკოსს მასთან არ ქონია, ხო? დიახ. და იმ ურთიერთობიდან რამდენიც არ უნდა მაიძულებდეს თუნდაც ეს ინტერვიუ, რამდენიც არ უნდა მაიძულებდეს თქვენი არაჩვეულებრივი ჟურნალისტური ენერგია, მე იმ ურთიერთობებიდან არასდროს არაფერს არ გამოვიტან და ეთერში არ ვისაუბრებ იმაზე. მაგრამ მე რო დავესხმები ვინმეს თავს ეგრევე მომეცით ეთერი და დამისვით ეს კითხვები, რომ რატო ესხმი ვინმეს თავს გიორგი. კარგით, ბატონ გიორგი, ერთი კითხვა მინდა კიდევ დაგისვათ. ივანიშვილზე ვსაუბრობდით და ამავე ინტერვიუში მან მედიის თემაზე ისაუბრა და მედიის კონტროლზე და არ გამორიცხა საერთოდ საკუთარი გადაცემის არსებობაც კი. როგორ უყურებს პრეზიდენტი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჟურნალისტიკაში მოსვლის შანსს და რა სიტყვით მედიასთან დაკავშირებით იმ თემაზე რაც თქვა მან, მედიის კონტროლი. მე ხო ამ საკითხზეც უფრო ის იყო, მსჯელობა იყო. მე არ ვიცი, ბიძიანი ჭერი კაცია და შეიძლება ძალიან ეფექტური ჟურნალისტი იყოს. მაგრამ ნახეთ რა ვითარება, საინტერესო იყო რეაქცია საზოგადოების, ჟურნალისტების. და მე მინდა რომ ამ რეაქციას მივყვე თვითონ მეც, იმიტომ რომ ჩემთვის საინტერესო გახდა ეს პროცესი. მე მინდა რომ ანუ რეაქცია იყო ასეთი, რომ უფლება აქვს არა აქვს ეს სხვა საკითხებია, მაგრამ პრინციპში იყო აღიარება, რომ რაღაცა სირთულე გააჩნია ჟურნალისტიკას, როგორც ასეც. არა და საქართველოში რეალურად, როდესაც ვსაუბრობთ მეოთხე ხელისუფლებაზე, ნამდვილად შეგიძლიათ თქვათ, რომ უკვე დიდი ხანია ჟურნალისტიკა მართლა მეოთხე ხელისუფლება. ანუ მე ჟურნალისტიკა მაინტერესებს არა მხოლოდ როგორც მის მომხმარებელს, რომელიც ინფორმაციას იღებს, არამედ როგორც იმ ადამიანს, რომელსაც ევალება ამ ქვეყნის დემოკრატიული წინწასვლა და მეოთხე ხელისუფლება მათ შორის. და ამიტომ მე ვიფიქრე, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მე შევხვდე დიდი ჰოლდინგების დირექტორებს თუ მენეჯერებს, იმ ხალხს არა უბრალოდ ჟურნალისტებს, არამედ იმ ხალხს, ვინც გარემოზე ფიქრობს და გამომდინარე იქედან, რომ თვითონ ჟურნალისტები ამბობენ, რომ პრობლემებია, მოდით ვისაუბროთ იმის თაობაზე, რა პრობლემა არის და როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაძლიეროთ მეოთხე ხელისუფლებას საქართველოში. ეს მე გამიჩნია სხვათა შორის ამ ინტერვიუს შედეგად წამოსულმა კონსენსუსმა ჟურნალისტებში, რომ რაღაცა სირთულეები გვაქვს. არ მოგეჩვენათ, რომ თითისქნება იყო ეს ჟურნალისტებისთვის ივანიშვილის მხრიდან? თითისქნება, ანუ კრიტიკა? თუნდაც. ხო, გარკვეული თითისქნება იყო. მიხვალთ მის გადაცემაში, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, რომ იგიწვიოთ? ალბათ გააჩნია რა სტილის გადაცემა იქნება და იმიტომ რომ რთულია ადამიანთან ურთიერთობა, ვისთან ძალიან ბევრი პიროვნული გაკავშირებს და მე ეს პიროვნული კიდე პოლიტიკურში გადაიზარდა, მაგრამ შეიძლება ისეთი ფორმატი იყოს, თუ ისაუბრებს პოლიტიკურ თემებზე, თუ ისაუბრებს რაღაცა ამა თუ იმ ტენდენციებზე, ქვეყნის განვითარებაზე, კი როგორ არა, ხა თუ იქ იქნება
უფრო შენ რომ იმას უთხარი, იმან როგორ შემოგხედა და მე შენ რა იფიქრე, ამაზე ალბათ ნაკლებად. მიჭირყნა თუ იქნება, ანუ არა, სტილს ვამბობ. კარგით, ბატონო გიორგი. მიჭირყნა სხვა შორის არ არის ცუდი. ბრიტანული მიჭირყნა ვნახე მე ჰარტოკი რომელიც ძალიან საინტერესო იყო ეს ჰარტოკი ჩვენც უყურეთ. დღევანდელი დღის მთავარ თემაზე უნდა დაგისვათ შეკითხვა ჩვენ საუბრის ბოლოს. თქვენი წინამორბედის ქონების დაყადაღება მოხდა დღეს. ყველაფერი რაც მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე არის, მთელი ქონების დაყადაღება მოხდა. რა შეფასებას მისცემთ ამ ფაქტს? არის თუ არა ეს როგორც მისი გუნდი ამბობს პოლიტიკური დევნა ყოფილი პრეზიდენტის? იცით ჩემთვის ახალი იყო ეს ამბავი და იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის უკაცრავად შეგაწყვეტნებთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო განცხადება პოლიტიზირებულ სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით. პირველ მინდა გითხრათ, ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა კიდევ უფრო გავაძლიერო სასამართლო ხელისუფლება და ამასთან დაკავშირებით ძალიან არ მომეწონა რომ ორი ძალიან კვალიფიციური მოსამართლე, რომელმაც მშვენივრად გაიარა საკომიტეტო მოსმენები, უბრალოდ ჩააგდო სესიაზე პარლამენტმა და მე ძალიან არ მომეწონა, მაშინ ცუდი ტენდენცია დავინახე, პოლიტიკური დაპირისპირება შეიძლება პოლიტიკური დაპირისპირება იყოს, მაგრამ პროფესიონალებით სასამართლო უნდა გავაძლიეროთ და ეს ჩვენი ყველას ვალია. ახლა წავიდეთ ამ საკითხთან მიმართებაში, რომელშიც მე როგორც იურისტი კვალიფიკაცია ნაკლებად გამაჩნია, რას ნიშნავს დაყადაღება, რამ პროცედურები მოყვება და ასე შემდეგ. მაგრამ ის რაც თქვენ ახსენეთ, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ერთი კვირის წინ არის გაკეთებული მძაფრი განცხადება, რომელსაც ყურადღებით მოусმინეთ, გულისყურით მოусმინე პირადად მე და რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი მნიშვნელოვანწილად შეერთებული შტატების პოლიტიკურ დახმარებაზე. ერთი კვირის მერე დღეიდან პრემიერი ღარიბაშვილი მიდის ამერიკის შეერთებულ შტატებში. დღეს იდგმება არის გადაწყვეტილება პროკურატურისა, რომ ერთი კვირის წინ განცხადება, ერთი კვირის მერე ბატონი ირაკლი იქნება ამერიკაში, დღეს ხდება დაყადაღება ქონების. მე გეტყვით, რომ პოლიტიკურად ეს ძალიან რთულად ჩანს. კიდევ ერთხელ იურიდიულ პროცედურებში არ ვერევი, პროკურატურის კომპეტენციაში არ ვერევი, არც მაგ არავით არის საზედამხედველო უფლება პროკურატურაზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ბატონ ირაკლის არ შეუქმნეს მაინც და მაინც კარგი ფონი. იმედი მაქვს ეს პრობლემა არ იქნება. თვითონ ჩვენი დელეგაციის თვალსაზრისით და ჩვენ შევძლებთ იქ წინ გადადგმას პოლიტიკური ნაბიჯების, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა თქმა უნდა ამ ვითარებას რატო დაადეს ყადაღა, რა იყო ამ ყადაღის მიზეზი, რატომ ასე ერთ კვირაში სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით და მე ჩაუღმავდები დღეს რამდენიმე საათის ამბავია და ანუ თქვენ არ მიესალმებით ამ ვიზიტის წინ? მე მინდოდა რომ უკეთესი ფონი ქონოდა ჩვენ დელეგაციას ვაშინგტონში. კი ბატონო. კარგით და სულ ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ. პრესაში ამოვიკითხე ამას წინათ, გიორგი მარგოლაშვილმა საკუთარი ცოლის ძმა შეიწყალა. რა სიტყვით ამაზე? ანუ საკუთარი ოჯახის წევრების შეწყალების თაობაზე პრესაში გასულ ინფორმაციას. რა გაინტერესებთ ეს ასე იყო თუ არა, მე მაინტერესებს, ანუ ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება იყო როგორც ოჯახის წევრის მიმართ თუ როგორც პრეზიდენტი ისე მიუდექით ამ საკითხს. მე ვფიქრობ, რომ მე ამ საკითხს მიუდექი გამომდინარე იქიდან, რომ დეტალურად ვიცოდი ის სირთულე, რომელიც ამ შემთხვევაში იყო. ეს იყო დაახლოებით 1 წლის წინ. და ეს იყო დაახლოებით 1 წლის წინ და მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მე ისევე გამოვიჩინე ლმობიერება, როგორც სხვა შემთხვევებში. მე მინდა 1-2 სიტყვით სხვა შორის გითხრათ ამ შეწყალების კომისიის თაობაზე, იმიტომ იქ ბევრს რაიმე საუბრობ. ყველა ჯერ ესეთი ასეთი შემთხვევა მერეც ბევრი ყოფილა, ანუ სტანდარტი რაც იყო ბრალდება, მე ხლა ვერ შევალ დეტალებში, იმიტომ რომ ეს არის ადამიანის კერძო უფლება, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი შემთხვევა იგივე თემაზე შეწყალებისა სხვაც ბევრი ყოფილა, მაგრამ ძირითადად შეწყალების კომისიის ფუნქცია და შეწყალების უფლება არის პრეზიდენტის უფლება გამოიჩინოს კონკრეტული დამნაშავის მიმართ ლმობიერება. ეს არ არის სამართლის სასამართლოს დაუშვათ შეცდომის გასწორება ან ასე შემდეგ. შეწყალების კომისია ძალიან აქტიურად მუშაობს ისეთი დანაშაულებების შეწყალებაზე, რომელიც
არის ჩემი აზრით ლობიერება უნდა გამოიჩინოთ, ანუ არის ადამიანი, რომელიც არ არის ან ყოლელი, ან მოძალადე და ასე შემდეგ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ გვესტუმრეთ. მე ყოველთვის სიამოვნებით უმასპინძლებს საქართველოს პრეზიდენტს ამ ეთერში და აქვე ერთი რამ მინდა ვთქვა, თელმა Facebook-მა შეიტყო, მოკლედ მქონდა რაღაც ისეთი ერთგვარი გაუგებრობა თქვენს პრესამსახურთან. ეს იყო ალბათ ჩემი ემოციის ბრალიც, მე ხო უნდა ვთქვა პირდაპირ ეთერში ეს ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, არ ვიცი დაუბერდი თუ რამჭის, მაგრამ ცოტა ზედმეტმა ემოციამ ჩემშიც იმძლავრა, ასე რომ მე მიხარია, რომ თქვენმა პრესამსახურმა ამ ჩვენი გაუგებრობის თუ დაპირისპირების მიუხედავად დღევანდელი ინტერვიუ არ ჩაშალა. მინდა ძალიან დიდი მადლობა პრეზიდენტები ძალიან დიდი მადლობა. ეს არის ძალიან ჩემთვის ბევრი სირთულე. კარგად ჯანდებოდეთ. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, მაშასე ინტერაქტივი ჩართულია. ელოდებით თუ არა ამ ინტერვიუს შემდეგ, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი შესაძლოა წავიდეს ოპოზიციაში, რამდენიმე წუთში დიდი დებატები რეაქციაში. საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის ქონება დააყადაღეს. დაყადაღებულია მისი დედის, გიული ალასანიას და ბებიის მზია წერეთლის ქონება, ყვარლის სახლი და ყველა ის უძრავი ქონება, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის სახელზეა გაფორმებული. ექს-პრეზიდენტის ქონების ყადაღა, ბარბარა რაფალიანცის საქმე და მწვავე დაპირისპირება პარლამენტში. რამდენიმე წუთში რეაქციაში დებატებით ერთმანეთის პირისპირ ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლება. ეს მიხეილ სააკაშვილის ქონება დააყადაღეს. დაყადაღებულია სააკაშვილის, მისი მეუღლის, შვილების, დედის, მამის და ბებიის ქონება. რაელი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც გამოძიება 8.827.461 ლარის გაფლანგვაში ედავება. ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ეს ამჟამინდელი ხელისუფლების შურისძიებაა სააკაშვილზე. დიდი დებატები რეაქციაში ზვია ძიძიგური, გიორგი გაბაშვილი, გია ვოლსკი, გიორგი ბარამიძე პარლამენტიდან პირდაპირ რეაქციის სტუდიაში. მე მივესალმები ჩვენ სტუმრებს. საღამო მშვიდობის, ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პირველ რიგში მე მაინტერესებს მოვისმინოთ პირველი შეფასებები ნაციონალური მოძრაობიდან, როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც გაიგეთ, რომ დღეს დააყადაღეს სრულიად ქონება მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრების. ამ ხელისუფლებისგან ხა ნაკლები რამ გვიკვირს თვითონ, მაგრამ თუმცა გასაკვირი ის იყო, რომ აშკარაა, რომ ეს თვითონ ხელისუფლებას უნებს ძალიან, იმიტომ რომ იმდენად აბსურდულია ეს გადაწყვეტილება. ახლა ბებიის ქონების დაყადაღება, დედის ქონების, დედის რაღაც რა ოთხის დაყადაღება, რა კავშირშია მიხეილ სააკაშვილის თუნდაც იმ საქმესთან, რომელიც შეთითხნილია. სულ ასე ვთქვათ, აი რო დავანებოთ თავი ყოველგვარ პოლიტიკურ შემადგენელს, მიხეილ სააკაშვილს თუ ედავებიან არა რაღაცის მოპარვას და სახში წაღებას, არამედ ქონების გაფლანგვას, აქ ითქვა კიდევაც ეს ჩვენი შეფასებები არ არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა თქვა, სხვებმა თქვეს, ანუ ჩვენს პოლიტიკურ შეფასებებს არ ვაკეთებთ, არაფერ შვაში არ არის, ასე ვთქვათ, ის ქონება, რომელიც შედენილია წლების წინ ბებიის და დედის მიერ და შესაბამისად ვერანაირად თუნდაც ის 9 მილიონი თქვათ, ხო, არ არის კავშირში იმ ქონების შეძენასთან, ამიტომ ის ქონება რომელიც არის მისი ბებიის და ახლობლების არანაირ შვაში არ არის და ვერ იქნება. აი ეს უბრალოდ ესეთი ძალიან პატარა ადამიანური შურისძიებაა, რომ აი რაღაცით გამწაროს თითქოს სააკაშვილი, მაგრამ ხა ესეც ამდენად სულელი და გულუბრყვილო უნდა იყო ადამიანი, რომ ვერ მიხვდე, რომ ამით მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას აი იოტისოდენათაც კი ვერ დააპყოლე. პირიქით ამითი ვინც ეს ურჩია ბიზნე ივანიშვილს, ამ თვითონ თუ მოიფიქრე ეს არ ვიცი, უნდა ხვდებოდეს ელემენტარულად, რომ მოგცა კიდევ ერთი არგუმენტი იმის გასამაგრებლად, რომ მიმდინარეობს ამ ქვეყანაში შერჩევით პოლიტიკური ბრძოლა. ხა აი გვანახეთ ერთი ადამიანი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო, მას რაღაცას ედავებოდნენ, გადავიდა ქართულ ოცნებაში და მის მიმართ რაიმე საქმე გაგრძელდა. ამაზე მაგალითად ვიზე გაგვცაო. ხო, ერთი მანახეთ ხო, ანუ მაგას ვაპარაკო, ვერავის ვერ მეტყვით. ანუ ყველა ადამიანი, ვის მიმართაც იყო სამართლებრივი დევნა დაწყებული ნაციონალური მოძრაობის წევრობის დროს და ის გადავიდა, გადაბარგდა ქართული ოცნების ბანაკში, ყველა ადამიანს შეუჩერდა ეს პრობლემა და ის რომ ის უკვე ჩვენი ნათქვამი არ არის, ხო, რა ვიცი, ამდენმა მინისტრმა, რომელიც მერე გალანძღეს და მიხეილ სააკაშვილის კლუბის წევრებად მონათლეს, რამდენმა ორგანიზაციამ და ბოლოში მივედით იქამდე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, უკვე სახელმწიფოს დონეზე ოფიციალურად გამოხატავს შეშფოთებას, უკვე იმაზე კი არა, რომ აი არ მოგწონს, რომ შეიძლება იყოს რაღაცა ნიშნები და ასე შემდეგ, აი ეს კითხვები კი არა, რომ
პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა, პოლიტიკურად მოტივირებული და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ აღარც უკვე მთავრობასაც აღარ მიმართავენ, იმიტომ რომ იტყვიან სამწუხაროდ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სამწუხაროდ ჩემდა, იმიტომ რომ მე ქართველი ვარ და მნიშვნელობა არ აქვს მე მომწონს არ მომწონს მთავრობა, ის ჩემი ქვეყნის მთავრობაა და შესაბამისად ის არის ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის. ამერიკის მთავრობამ ხელი ჩაიქნია საქართველოს მთავრობაზე, რაც მარტო ივანიშვილს და ქართულ ოცნებას კი არ დაარტყამს. აი ყველას დაგვარტყამს, ამ ქვეყანას დაარტყამს და ამ ქვეყნის ინტერესებს დაარტყამს. ბატონგია, რა სიტყვით? პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით ხელი ჩაიქრია, მეგონი არა თუ გადაჭარბებული საერთოდ აბსოლუტურად უსაფუძვლო განცხადება, მით უმეტეს ახლა ჩვენ ვიცით ბოლო მოვლენები ურთიერთობაში, ხინჯი არა აქვს ურთიერთობას, არის საკითხები, რაზეც შეიძლება შეშფოთება გამოხატოს, მაგრამ თავარი ხაზი გასდევს ერთ რამეს. რომ გადავაკეთოთ არსებულ სიტუაციაზე დაახლოებით ესეც, რომ ვიცით რა თუ არის დანაშაული უნდა მოეთხოვოს პასუხი. სამართალზე ზემოთ არავინ არ ადგას, მაგრამ გთხოვთ არ იყოს პოლიტიკური დევნა. მე ვფიქრობ დაღადაღებასთან დაკავშირებით ეს ქონება არ არის, რომელიც ძალიან დიდია და ერთი მე-1000-ით, ალბათ 1000-ით უფრო ნაკლებია, ვიდრე მე-8 საფასური, რომელზედაც სააკაშვილი მოგზაურობს პერიოდულად, მაგრამ თავარი თემა ეგ არ არის. თავარი თემა ის არის, რომ არ უნდა გაფლანგო და არ დაგაყადაღებენ. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, ბები შეიძლებოდა თუ არა დაღები, კარგად ვიცნობ. მე ამის იცით რა, საერთოდ დაკადაღების თემა ჩვენთვის სამოქალაქო პირებისათვის, პოლიტიკოსებისათვის არ არის ისეთი საკითხი, რომელსაც უნდა ატეხოლა უშველებელი და დიდი სარზეები, მაგრამ თლიანობაში არ უნდა დააშაო, არ მიიღებ შესაბამის რეაქციას. კი ბატონო, პასუხი აქვს ქართულ ოცნებას, ბატონო გოგა, თუ დააშავე, რატომ არ უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება? იმიტომ რომ არასდროს არც ერთი ქვეყანა, სადაც მთავრობა ამბობს, რომ დიახ, მე პოლიტიკურ დევნას ვახორციელებ. ყველგან დაწყებული ბელორუსით და დამთავრებული ჩრდილოეთ კორეით, ყველგან მთავრობა ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია და თუ ვინმე რამეს დააშავებს, აუცილებლად დაიჯება. რა თქმა უნდა, ეს მთავრობის სტანდარტული ვორდინგია. სინამდვილეში უნდა გვესმოდეს, რაზეც არის ლაპარაკი. ლაპარაკია იმაზე, რომ უბრალოდ არის განზრახული მთავარი ოპოზიციური ძალის მისი ლიდერების, მისი ხელმძღვანელობის აი ამ გზებით შევიწროვება, ზოგის დაპატიმრება, ზოგის იძულება, რომ ქვეყანა დატოვონ, იმისათვის, რომ მოსუფთავებული იყოს პოლიტიკური ველი, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა, რაზეც არ არის აღარსად სოფლიოში შეკითხვები, სახელმწიფო დეპარტამენტი იქნა ნახსენები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვეუბნები, რომ ნატოში შეკითხვები აღარ არის, თქვენ შეგიძლიათ მოიკითხოთ თქვენს კოლეგა ჟურნალისტებთან, რომელსაც საუბარი ჰქონდა ჯეიმს აპატურაისთან, რომელსაც თქვა, რომ ყველა შეხვედრაზე საქართველოს მთავრობას ეუბნებიან, რომ ეს არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის. და ეს არის მართლა ძალიან ცუდი ქვეყნისთვის, როცა დღევანდელი მთავრობა იმის მაგივად, რომ რაიმე პროგრესი მიაღწიოს, რაიმე თვალსაზრისით, იქნება ეს საქართველოს ეკონომიკა, იქნება ეს კრიმინალთან ბრძოლა, იქნება ეს თუნდაც ნებისმიერი რეფორმა, რომელიც წაადგება ქვეყანას და ამ ქვეყნის მოქალაქეებს. ამის მაგივად ეს ყველაფერი არის გვერდზე გადადებული, ეს ყველაფერი არის დავიწყებული, ქვეყანა ამ თვალსაზრისით ფაქტობრივად არის დამუხრუჭებული და ერთადერთი რაც ხდება, ეს არის აი სანახაობის მოწყობა, თან ამ სანახაობის არსიც რა არის. ეხლა როცა ლაპარაკობენ 8 მილიონზე, ნუ კიდე კაი 19 მილიარდზე აღარ არის ლაპარაკი, რომელიც სააკაშვილმა ქვეყანას მოპარა 8 მილიონზე. ამ 8 მილიონში შეგიძლიათ ნახოთ, არის ჩვეულებრივად შეყვანილი სახელმწიფო ვიზიტები, ფრენები, გადაფრენები, სასტუმროები, რა თქმა უნდა, ეხლა ყველა სახელმწიფოს აქვს ხარჯი. და ეს ოსტატურად შეთხზული 8 მილიონია, სადაც რაღაცა ნაწილი არის აბსოლუტურად უდაო სახელმწიფოსთვის, აბსოლუტურად მისაღები ხარჯები, არის რაღაცები, რაზეც შეკითხვებს ვსვავენ, მაგრამ ამის საფუძველზე ყოფილი პრეზიდენტის დევნა და ეს რაღაც მართლა სასაცილო ნაბიჯები ჯერ იყო შიდაძებნა, ვითომ არ იცოდნენ, რომ საქართველოში არ იმყოფება. ეხლა არის ქალბატონი მზიას 10 წლის მანქანის დაყდაღება და ნატანებში 500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება. ეს ხო სასაცილოა. ეს არაფერს გარდა ზიანისა საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე არ მოუტანს, იმიტომ რომ სოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ, რომელიც საქართველოს აკვირდება ბოლო 10-20 ან რაღაცა წლებია, ხო? იცის რომელია კორუმპირებული მთავრობა, რომელი არ არის კორუმპირებული მთავრობა, რომელ მთავრობას რა პრობლემები ქონდა. ჩვენ მთავრობას რა თქმა უნდა ქონდა პრობლემები, მაგრამ იმის მტკიცება, რომ საქართველოს მთავრობა ბოლო 10 წლის განმავლობაში იყო კორუფციული მთავრობა და ამ კორუფციული მთავრობის წინააღმდეგ დაემტიპე საქმეები უნდა აღძრა. ეს ამას არავინ სერიოზულად არ აღიქვავს. ყველას დაწყებული კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის ხელმძღვანელობა, ნატოს ხელმძღვანელობა, ჩვენი მეგობარი ქვეყნები, რა ვიცი, პოლონეთიდან ლიტვამდე. ყველა ამბობს, ეს არის გასაჩერებელი, ეს არის სირცხვილი და ეს არის ის, რაც საქართველოს განვითარებას ხელში უშლის და ამ განვითარების ყველაზე დიდი ინტერესი სწორედ ხელისუფლებას უნდა ქონდეს, რომელიც უბრალოდ ერთი ადამიანის ხუშტურისა და ბოღმის გამო ვერ აბიჯებს ამას და ვერ აკეთებს იმას, რომ რაც ცუდი იყო წარსულში ის გამოასწოროს და რაც კარგი იყო ის გააგრძელოს. ამის
მაგივრად საქართველოს მთავრობა არის დაკავებული მხოლოდ თვითგანადგურებით. ეს არის თვითგანადგურების ინსტინქტი, რომელიც ჩართულია და აუცილებლად მიიყვანს ამ მთავრობას კოლაფსამდე. კოლაფსამდე მისვლა გიფიქრიათ, რომ შესაძლებელია როგორც ვარაუდობს ნაციონალური მოძრაობა იყოს გარდაუვალი ბატონო? ხაბატონო ინგა ჯერ მინდა გითხრათ, რომ შესანიშნავად გამოიყურებით. ძალიან მომწონს, რომ მუდმივად ფორმაში ხართ. მადლობა. შემდეგ რაც მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოწვევა ქვეყანაში. ეს ჩვენი გამოწვევა არის სწორედ ეკონომიკის მშენებლობა, არის სამუშაო ადგილების შექმნა, სოფლის მეურნეობა, განათლება, მოკლედ ის დარგები, რომელშიც ძალიან ჭირდება საქართველოს წარმატებები. რაც შეეხება იმას, რომ მოქალაქე სააკაშვილის ქონება დააყადაღა და სასამართლოს დღეს არ ყოფილა ეს გადაწყვეტილება 29 აგვისტოს იყო პირველი გადაწყვეტილება სასამართლოში შემდეგ სააპელაციოში გავიდა და დღეს იყო მე მგონი ეს მეორე გადაწყვეტილება ანუ ის მეგობარი ქვეყნები რომელზედაც ჩვენი ოპონენტი ლაპარაკობდა აქ საუბრობდა დასავლეთის ქვეყნების პოზიციები არის დაფიქსირებული საქართველოში სასამართლო არის არნახულად დამოუკიდებელი არასდროს არ ყოფილა ისეთი და ჩვენ მომწევართ იმ ფაქტების როდესაც პროკურატურა ხშირად შეიტანს ხოლმე სასამართლოში თავის პოზიციებს, მოსაზრებებს და სასამართლოს გადაწყვეტილებები არ ემთხვევა პროკურატურასაც ძალიან ხშირად ხდება. ამიტომ სასამართლო მიიღო ეს გადაწყვეტილება, არ არის ეს სწორი გადაწყვეტილება სასამართლოს მხრიდან. არსებობს 1000 მექანიზმი ამის ყველაფრის გასაჩივრების, ეს სტრასბურგის სასამართლო იქნება, საერთაშორისო სასამართლო დაიწყება ბატონი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე, ყველა შეიძლება დასწრება მათ შორის ჩვენს კოლეგებსაც პარლამენტში შეიძლება არასამთავრობო, საერთაშორისო ექსპერტებს და ნახავენ ყველანი ეს სასამართლო პროცესი რამდენად გამჭვირვალეა. ვით დასრულდება ეს სასამართლო პროცესი? თქვენ როგორ ფიქრობთ? მოდით პირდაპირ დაგისვათ კითხვას. შესაძლებელია თუ არა სააკაშვილი ვიხილოთ მატროსოვზე? მე დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურის ბრალდებები არის საფუძვლიანი ბრალდებები. დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი გამტყუნდება, თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია და უნდა დაველოდოთ ყველანი სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუ შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მატროსოვზე ჩასმა იქნება საქართველოსთვის პოლიტიკურად წამგებიანი, მე მაქვს ვერსია, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი და არ ჩასვას მატროსოვზე. მაგრამ სხვა შორის მან თქვა, რომ ეხლა თქვა სწორედ ეხლა რეკლამამდე ამ სტუდიაში, რომ ამერიკაში ღარიბაშვილის ვიზიტის წინ მისთვის არ იყო ეს მაინც და მაინც მისაღები. შეიწყალებს თუ არ შეიწყალებს ამასთან დაკავშირებით ვერ გეტყვით, მე უბრალოდ ამბობ. შეიწყალებს თუ არ შეიწყალებს. ქვეყნის ახლა მარგველაშვილის ბუნებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, თუ ქვეყნისთვის ეს პოლიტიკურად დამაზარალებელი იქნება, რომ მაგრამ ის რომ დანაშაული ჩაიდინა ქვეყნის პირველმა პირებმა, მაღალი თანამდებობის პირებმა, რაც არის წარდგენილი პროკურატურის მხრიდან თუ რასაც სასამართლო დაამტკიცებს, თუ ქვეყნის პირველი პირები არ აგებენ პასუხს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისათვის, რომელიც მათ თანამდებობაზე მუშაობის დროს აქვთ ჩადენილი, ვერასოდეს ჩვენ ქვეყანას ვერ შევქმნით. როგორ არის? ის რაც შეიძლება იუპიტერისთვის, არ შეიძლება ხარისთვის, ეს არის პრინციპი. კანონის წინაშე არის ყველა თანასწორი. ეს არის პრინციპი, რომელსაც მივდეთ ჩვენ ყველანი აი აქ ვინც ხედავთ, ამაგიდასთან ყველა ვიტყვით ერთ და იგივეს, რომ კანონის წინაშე ყველა არის თანაბარი. თუ კანონის წინაშე მართალი არის ბატონი მიხეილ სააკაშვილი, მაშინ სასამართლო გაამართლებს. თუ არ გაამართლებს სასამართლო, მაშინ მოგვეწონება თუ არ მოგვეწონება სასამართლოს გადაწყვეტილება, ყველა უნდა ვისწავლოთ, რომ პატივივცეთ ამ მოუკიდებელი სახელმწიფო შტოს გადაწყვეტილება. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, სრულიად ლოგიკურია ამ შემთხვევაში, რასაც ამბობენ თქვენი ოპონენტები, რომ თუ ვინმე რამე დააშავა, მიუხედავად იმისა, იგი პირველი პირი იყო და უშუალოდ ქვეყნის თუ რიგითი მოქალაქე, ის არის პასუხისმგებელი ამ დანაშაულზე, არ არის ეს ასე? მაგას ვამბობ ჩვენც, მაგრამ ძალიან ძიმე დღეშია ბატონი ზვიადი, რომელსაც ნამდვილად არც გონება აკლია და არც განათლება და არც პოლიტიკური გამოცდილება, იმიტომ რომ ის აშკარას მალავს, ასე ვთქვათ, ის ცდილობს აი ამ აბსოლუტური ჭეშმარიტებების ამოეფაროს და ხელისუფლების პასუხისმგებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით ამბობს, რომ პროკურატურამ დააძალა, პროკურატურას ვინმე მათრახი დაადგა და დააძალა, რომ შეიტანე აი ასეთი საკითხი დასვი მოსამართლის წინაშეო? კაი, დაუშვათ ის მოსამართლე გაგიჟდა, მაგრამ პროკურატურა ვინ გააგიჟა? ხო? ამაზეა ლაპარაკი. ვინ გააგიჟა პროკურატურა? ბიზინა ივანიშვილი მაგას ამას გელაპარაკებით ამდენი ხანი. რატო არის ფარცხალაძე, გუშინ ეს ჩემ გამოსვლაშიც თქვი, რატო არის ფარცხალაძე დღეს რეალური მართველი პროკურატურის? აი ქვეყანაში როგორი ვითარება, აი ძიმე სიტუაცია იმ თვალსაზრისით, რომ აი როგორც გოკამ თქვა, ეხლა მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ხელისუფლებას პრობლემები არ ქონდა, შეცდომები არ ქონდა და ჩვენი ხელისუფლების დროს რაიმე დანაშაული არ ხდებოდა. რა თქმა უნდა ხდებოდა, რა თქმა უნდა პრობლემა იყო და ვინც დასაჯელია ის რომ დასჯილიყო, საერთოდ ჩვენს ნაკლების ალაპარაკო გვექნებოდა, მაგალითად იგივე ის ბედუკაძე და ბასტი და ბუბუ იმ წამებების ავტორები, ხო? ამიტომ გაუგებარია, როცა ჩვენ ხელისუფლებას, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, ასეთ რაღაცებს გვაძახებენ, ხო? და ამავდროულად იგივე ხალხი, ვინც ამას გვაძახებს,
თავზე ხელს უსვამს ბედუკაძეს და ბასტი და ბუბუს. აი გაუგებარია აი ეს ვითარება, ხო? ამ ვითარებაში ქვეყანაში არის შექმნილი სიტუაცია, როცა ქვეყანას მართავს არაუფლებამოსილი პირები. აი ეხლა ვინმე აი აქ ხა ბევრი ახალგაზრდა გვესწრება, ადგება ერთი და იტყვის, რომ რეალურად ამ ქვეყანას მთავრობას არ მართავს ბიზინა ივანიშვილი. აი რომელიმე მაწიოს ხელი, ვისაც მართლა გულწრფელად მიგაჩნიათ, რომ ამ ქვეყანას არ მართავს ბიზინა ივანიშვილი. ეს ნორმალურია? აი არც ერთმა ხელი არ აი აწია ხელი. აი ერთმა აწია ხელი. კარგია, თუ თქვენ ესე მიგაჩნიათ, ნეტარ არიან მორწმუნენი და მეოცნებეები. ხო და აი ამ ხელა დარბაზში, რომელიც დარწმუნებული ვარ, არ არის შერჩეული ნაციონალური მოძრაობისადმი სიმპათიით. არა, ნამდვილად ძალიან ნეიტრალური დარბაზი ყავს ჩვენ ასე რომ არა, მე კი არ მე ვამბობ, რომ ჩვენ მხარდამჭერები ხო არ შეგიკრებიათ აქ, ხო? ხო, არც ოცნებს, კი ბატონო და საღად მოაზროვნე ახალგაზრდები არიან ძირითადად უფროსი ასაკის ადამიანების ბრძანდებიან, ხო? აი ესეთი ვითარებაა ქვეყანაში, ხო? აი თელ ქვეყანას მართავს ეს ადამიანი, რომელმაც რაღაცები დაპირდა ხალხს და მე გაემიჯნა პასუხისგებლობას და ასევე იგივე მეთოდით ყავს პროკურატურის რეალურ ხელმძღვანელად ადამიანი, კაი, თავი დავანებოთ, რომ ის წარსულში კრიმინალი იყო, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, სულ რომ ანგელოზი იყოს. არაუფლებამოსილ პირთან ათანხმება ყველა საქმეს. რატო? თქვენ რა იცით, რომ მასთან ათანხმებენ? ნებისმიერ სინგა, ეხლა თქვენ მიწისქვეშ არის ისი ნებისმიერ პროკურორს კითხეთ, ეხლა მაგი არ იცით, ეხლა ისე მეამიტური სახით რომ მიყურებ, ხო და ხო ეგრეა რა, ეგ ყველამ ვიცით, ხო? ხო და ვითარება არის, კარგი, მესმის ეხლა რომ თქვენ ეგრე უნდა მიპასუხოთ, მაგრამ ვითარება ეგრეთია, ხო და ვითარება ეგრეთია. ხო და ამიტომ არის მძიმე იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ. მე გუშინაც თქვი, რომ ჩვენ ვამბობთ და ეხლა თქვი, რომ ჩვენ დროს პრობლემები იყო, დანაშაულიც იყო, რაღაცა პრობლემა იყო, მაგრამ როგორც გოკამ თქვა, ის უნდა გამოვასწოროთ, რაც შესაძლებელია გამოვასწოროთ, ვინც უპატიებელი რამ ჩაიდინა თუ როგორიც იყო, ის უნდა გამოვიძიოთ და დავიჭიროთ და ის საქმეები, სხვათა შორის გამოძიებებს როცა არის საქმე, ჩვენზე რომ იყო, აი გუშინ ამ თემაზე იყო საუბარი, ჩვენ ვართ პირსისხლიანები, რაღაც საშინელებებს ჩავდივართ ხალხს, არც ერთი გამოძიებული არ არის. რატო იცით, ლინგა, კიდევ ერთხელ პასუხობ და კიდევ ერთხელ გახსენებთ, რომ იგივე ზურაბ-ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, რომ ვითხოვ უკვე 2 წელიწადია. იმ ხელისუფლებისგან, თორე მე რო რამე ვიცოდე, მე ჩემი ხელისუფლების დროს მივიდოდი და მე რაღაცას ვეტყოდი, ხო, მაგრამ იმ ხელისუფლებიდან, რომელიც რაღაც საშინელებებს ამბობ ჩვენზე, რომ ჩვენ ვიცით ვინ მოკლა და აი რაღაცა ტელევიზორის ყუთით მივიტანე და ასე შემდეგ, ხო? ხო უნდა თუ გულწრფელად გაინტერესებს რაღაცის გამოძიება, ხო უნდა კითხო ადამიანს, ხო? არ აინტერესებთ ინგა, იმიტომ რომ მაშინ ხო გაირკვევა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო. და კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ეს არის დასაწყისი იმისა, რომ ხალხი გაიგებს, რომ ტყუილებით მოვიდა ეს ხელისუფლება და ეს არის მთავარი პრობლემა, რომ ტყუილებით არა მარტო მოვიდა, ტყუილებით მართავს, იმიტომ რომ აი რო კითხო ქართული ოცნების წარმომადგენლებს, აი კითხეთ ახლა ჩვენს კოლეგებს და კითხეთ, რომ რეალურად არის თუ არა ბიზნა ივანიშვილი მართველი. გეტყვით რომ არა. კარგით, მოდით ამ შემთხვევით გადავამე ბატონ ტყუილებით მოვიდნენ და ტყუილებით მართავენ. კარგით, არის თუ არა ბიზნა ივანიშვილი დღეს ქვეყნის რეალური მმართველი ბატონ? რამოდენიმე ჯერ სურვილი მქონდა, რომ ჩავრეული ყავი შეგეწყვეტინებინა, მაგრამ ვინაიდან შევთანხმდით, რომ ვაცალოთ ერთმანეთს საუბარი, რადიკალური განსხვავებით მივხედავთ, თქვენ თავარია თქვენ უნდა იცნობდეთ საერთოდ და ვითარებასთან ახლოს უნდა იყოთ, უნდა იცნობდეთ მთავარ პროკურორს ბადაშვილს, მის მოადგილეებს, ხელმძღვანელობას, დეპარტამენტის უფროსებს, რომ ჩათვალოთ, რომ ფარცხალაძე ან ნებისმიერ სხვანაირ რაიმეს მართავს. თქვენ აზიარა ხართ და არც გინდათ რომ გაიგოთ რა ხდება საერთოდ. საწავიდა სოფლის მეურნეობა, რა გააკეთა, რამდენი პროცენტია დამუშავებული მიწა, ეკონომიკა საერთოდ არ აინტერესებდა ტყუილების მთელი გორა დგას, როდესაც ლაპარაკობენ განვითარების მაჩვენებლებზე, რეიტინგებზე, აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. მე ესეთი შაბიჯლება მჩება, რომ საერთოდ არსებობს რაღაც ეგეთი კალაპოტი თუ დერეფანი, რომლის შუაში რაღაც გზის გაკლევას ცდილობს ნაციონალური მოძრაობა, გადარჩენას გულისხმობ და ისევ ზედაპირზე დარჩენას და ერთი მხრიდან საერთაშორისო პროცესების განვითარება, მეორე მხრიდან შიდა ვითარებაში გადადგმული წინა ნაბიჯები და აქედან გამომდინარე ცდილობს, რომ დაატვირთოს ყველა ნებისმიერი ეთერი ბიზნა ივანიშვილის სახელით, მართვის თემებით, მოგონილი აბსურდული ბრალდებები და აქედან გამომდინარე რაღაც იქნება რაღაც გამოსარჩენი ნახოს, მაგრამ მთლიანობაში ეს არის აბსოლუტურად ჩამოყალიბებული, მე ვერ დავუბრალებ ახლა.
ერთ მეორე გიორგის რა აი ამ თემით მიდიან მაინც და მაინც, მაგრამ ჩამოყალიბდა სტრატეგია, როდესაც ესე უნდა ილაპარაკო. ესეთი შეკითხვები უნდა დასვა. არა, შეკითხვები მოდი ვიფიქროთ, მე თქვენ ერთმანეთს ოპონენტები ხართ, ამიტომ მე ნაკლებად ვერევი ხოლმე დებატების დროს, მაგრამ აი იგივე ზურაბ ჟვანიას თემა, რაზეც ახლა ბატონი ბარამიძე საუბრობდა. გიორგი ბარამიძე იყო ერთ-ერთი ადამიანი, ვინც როგორც ცნობილია, იმ შემთხვევის ადგილზე მივიდა პირველი. იგი ამბობს, რომ დღემდე არ დაუკითხილა, რომ დიახ, დაცვის შემდეგ. აი ასეთი ტიპის შეკითხვები, როდესაც არის, ანუ თუ კი გამოძიება მიდის, რატომ არ მკითხავენ? აქვთ მათ ეს უფლება, ხო, ამ შემთხვევაში ეს კითხვები რო დასვა. მეც კი მეც ავყვები გიორგის და მოვითხოვ რომ გიორგი თხოვლობს დაკითხვას და დაკითხონ. თუმცა ეგ არ არის ჩემი კომპეტენცია, პროკურატურას უკან ნახო, როდის და რა ვითარებაში უნდა დაიკითხოს. მე მთავარ რამეს ვამბობ. მთავარს ვამბობ იმას, რომ ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი გაიზარდა, ბალანსი გაუმჯობეს და მთელი რიგი მაჩვენებლები, სწავლა გაიაფთა და საერთოდ უფასო გახდა, უშველებელი სოციალური პროგრამები განხორციელდა. ეს ყველაფერი ხომ უნდა გადაიფაროს რაღაც. ამიტომ ხუჭო შევთანხმდით. ამიტომ გადაწყდა ეგრე, რომ ესე უნდა ვილაპარაკოთ, რომ ფარცხალაძე მართავს, თანაც რატო მართავს და რაც შეაცილდნენ ამას არ ვიცი. ბიძინა ივანიშვილს რატო აქვს ეს თემა? იმიტომ რომ მოსახერხებელია სალაპარაკოთ და აქედან გამომდინარე ფიქრობ, დარწმუნებული ვარ, ეხლა უფრო დავწმუნდ კიდე, რომ საერთოდ არ იციან როგორ, რა მეთოდით და რა საკითხებზე არის თუნდაც მთავრობის სხდომებზე საუბარი და როგორი მართვის სტილი აქვს და როგორ მართავს ირაკლი ღარიბაშვილი, რამდენად პოზიტიურად და რამდენად წარმატებლად. ეს ხო უნდა გადაიფაროს. კი ბატონო, შეიძლება. თუნდაც გაწყვეტინებით ლაპარაკი. არა, გაწყვეტინებით ახლა ჩვეულებრივი დიალოგია, ცოცხალი ეთერია და ცოცხალი ადამიანები ბრძანდება. ჩვენ მართლა შევთანხმდით, თუ არ შევაწყვეტინებთ ერთმანეთს და მე მგონი მართლაც არ ვაწყვეტინებთ. ეხლა საუბარი იმაზე ბატონო გიო, რაღაცა სტრატეგია გვაქვს ჩვენ, რაზე ვისაუბრებთ ეხლა. დამეთანხმეთ, რომ სტრატეგია გვექნება ეხლა. ერთმანეთს არ ვიცნობთ ისეთ ხალხად, რომ სტრატეგია არ ქონდეს ხო საუბრის, მაგრამ რა სტრატეგიაზე ვლაპარაკობთ ეხლა? თქვენივე მთავრობამ მაგალითად წარმოადგინა პარლამენტში ეხლა ბიუჯეტი 6 თვის შესრულების ანგარიში, სადაც შემოსულობებს აკლია 100 მილიონი წელწლევანდელ წელზე საუბარი. მათივე დაგეგმილი ბიუჯეტი და ხარჯვით ნაწილს აკლია 400 მილიონი წელს. მაშინ როცა შარშან ბიუჯეტი, ხო, ერთ რამეს არ ვიტყვები, ხო ეხლა 650 მილიონი ლარით გაირღვა, 1.6 მილიონი ლარი იქნა აღებული ვალად და 500 მილიონი, ანუ 9 მილიარდი დაჭირდა ქვეყანას იმისათვის, რომ ბოლო კვარტალში დაებალანსებინა ლარის კურსის ვარდნა. რაც მოხდება წელსაც, იმიტომ რომ 6 თვის ანგარიში აჩვენებს, რომ მთავრობას შემონახული აქვს ფული ხარჯვისთვის ბოლო კვარტალში, ისევ მოხდება ლარის დევალვაცია და ისევ 9 მილიარდი, ან უფრო მეტი დაგჭირდებათ, რომ დააბალანსოთ ეს სიტუაცია. ეხლა ამას მე ავიგონებ, ეს არის თქვენი მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. 400 მილიონის ხარჯი არ იქნა გაწეული თქვენივე დაგეგმილ ბიუჯეტში. ეხლა იმაზე აღარ არის ლაპარაკი, რომ აი სააკაშვილის მეგა პროექტები გავაჩერეთ და ამ გზას არ ვაკეთებთ, ან იმ შენობას არ ვაშენებთ, ან ამას თქვენივე დაგეგმილი საქმიანობიდან 400 მილიონი ვერ იქნა ათვისებული პირველ 6 თვეში. ეხლა ლაპარაკი იმაზე, რომ სწავლა გაიაფთა და ახალგაზრდების ცხოვრება უკეთესად მიდის, ეხლა ბატონო გია, ძალიან კარგად იცით თქვენ, რომ გადაუხდელობის გამო სტატუს შეჩერებული სტუდენტების რაოდენობა გასამაგდა. გასამაგდა, არ უბრალოდ გაიზარდა, თქვა 20%-ით ან 40%-ით. გასამაგდა იმ სტუდენტების. ხო, გასამაგდა იმ სტუდენტების რაოდენობა, რომელსაც სტატუსი აქვს შეჩერებული უმაღლეს სასწავლებლებში, იმის გამო, რომ ისინი ვერ იხდიან სწავლის საფასურს. თქვენ თუ ლაპარაკობთ იმაზე, რომ მაგალითად თქვათ, ან ხელფასები გაიზარდა, ამაზეც ხო ვეღარ ლაპარაკობთ, იმიტომ რომ სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით არა მხოლოდ დასაქმებული ადამიანების რაოდენობა შემცირდა, არამედ ისინიც კი, ვის დასაქმებულები არიან, 20%-ით საშუალოდ შემცირდა მათი ხელფასები. ანუ ეს ყველაფერი ფაქტებია და ხა თქვენ გინდათ ხოლმე წარმოაჩინოთ ეს კონსპირაციად, რომ აი ბოროტი ოპოზიცია ზის და ამაზე ლაპარაკობს. გარწმუნდეთ, სოფლიოში ყველგან, ყველა ქვეყანაში ოპოზიციის ფუნქცია არის ამაზე ლაპარაკი, რომ ცუდად მიდის საქმე ბიუჯეტში, ცუდად მიდის საქმე ეკონომიკაში, ძირითადი პროექტები არის გაჩერებული, ინფრასტრუქტურული პროექტები არის გაჩერებული. ეხლა როცა ლაპარაკობთ იმაზე, რომ აი ამდენი რაღაცა კეთდება სოფლის მეურნეობაში, თქვენ არ გაგიგიათ ჩვენგან, რომ ჩვენ ნაქვამი გვაქვს, რომ შარშან მაშინ როცა სახნავს ათესი სამუშაოები მნიშვნელოვანწილად დაფინანსდა და არის კარგი. მაგრამ იმაზეც ნუ გაიკვირდებათ ლაპარაკი, რომ იმავე პროექტის განმავლობაში მიმდინარეობის დროს რამოდენიმე ათეული მილიონის გაორთქლება რომ მოხდა ჰაერში, იმიტომ რომ სრულად კონკრეტულ მაღაზიებზე მიემართა ეს ვაუჩერები და სხვაგან ყიდვის უფლება არ ჰქონდათ და იქ გადაჭარბებული რაოდენობა. ამის გამო ხო თქვენივე სამინისტროების
ძალიან ბევრი წარმომადგენელი სამართლის პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ხო, ანუ ნუ გიქვით ეს ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ეკონომიკა გაჩერებულია და ეს ასეა. ხო, ნუ წამლების რეცეპტები, რომელზეც კიდე კარგი ბოლო მომენტში ბატონმა სერგეენკომ მიიღო გადაწყვეტილება და 1000-მდე წამალი ამ 2 დღე ამ სულელური გადაწყვეტილების ერთობლიობიდან დარჩა. კარგი, მე რა ვთქვა, ამ წამლების რეცეპტი გაცემის მომხრე ვარ, სხვადასხვა ეს არ არის ამაზე ლაპარაკი. იმესილს ასერჩოთ. არა, იმესილს არა, მაგრამ ის იმესილს ვინ იჭირავს ერთი მაინტერესებს ბავშვები აი რომელია რომელი გაგიგიათ რომ იმესილს არა, ეს ცალკე გადაცემის თემა არ მინდა ახლა ამაზე დეტალურად რომ შევიდე. არასწორია მაგალითად, როცა საკონსტიტუციო სასამართლო გეუბნებათ რომ მორატორიუმი მიწების გასხვისებაზე არასაქართულოს მოქალაქეებზე არის არაკონსტიტუციური და ამის შემოვლით გზად დღეს ასეთი გადაწყვეტილება წავიკითხე იუსტიციის სამინისტრო ამბობს რომ თუ ერთი მეუღლე არის სხვა ქვეყნის მოქალაქე და მეორე მეუღლე არის საქართველოს მოქალაქე და ისინი თუ გაშორდნენ აი ამ არასაქართულოს მოქალაქეს ევალება რომ საქართველოში ყველა შეძენილი აქტივი გაასხვისოს. რა გადაწყვეტილება არის? თუ შეიძლება საიდან მოგდით ეგეთი რაღაცეები თავში? საქართველოს ეკონომიკის მაგსურთ უკაცრავად რომ საქართველოს გაუაზრებელი პოლიტიკა არის, ეკონომიკური პოლიტიკა არის აბსოლუტურად გაუაზრებელი. იგივე პრემიების საკითხი მაშინ როცა 10 მილიონი გაიცემა ტყუილად, ანუ თავრობა თავისთავად უწევს პრემიებს იმაში რომ 700 მილიონით აღგობს ბიუჯეტს. ეგ გაგიგიათ. ძალიან დიდი მადლობა. დროის ქრონომეტრაჟი. კი ბატონო, მე ვიცი. 15 წუთი არ ლაპარაკობ და სულ 15 წუთი რაც ეთერში ვარ. უკაცრავად 15 წუთი არ ლაპარაკობ. ძალიან მოკლედ, ოღონდ უნდა მოხდეს. ეს თქვენ ლაპარაკობთ მოკლედ და ისინი ლაპარაკობენ ცვლად, უბრალოდ ეს ხვალობა მე არ ვარ. არაფორმალურ მართლობაზე პირველ რიგში ივანიშვილის, მოდი ამ თემაზე გავჭერდეთ. მითხარით ერთი ხელმძღვანელი სოფლიოში, რომელიც მოვიდა პოლიტიკაში, დაამარცხა რეჟიმი, სხვადასხვა უძლიერესი რეჟიმი, მოიპოვა ძალაუფლება და ერთ წელიწადში წავიდა შემდეგ ძალაუფლებიდან. რაში ჭირდებოდა ივანიშვილს და უშუალოდ წასულიყო კულისებში და იქიდან არაფორმალურად ემართა ქვეყანა. რა თქმა უნდა, არაფერში, მაგრამ ეს არის რაღაცა პრის ხატი ჭირდება ნაციონალურ მოძრაობას. რა თქმა უნდა, არაფერში. პასუხისმგებლობას გაექცა, ისინი ამბობენ, პასუხისმგებლობას გაექცა, რას გაექცა? ესე იგი, რომ სოფლის მეურნეობა ფეხზე დააყენა, რომ მილიარდი ლარი სადაზღვეო პროგრამა გააკეთა საყოველთაო, რომ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა განხორციელდა, რომ ესე იგი სარწყავი სისტემების აღდგენა და რეაბილიტაცია დაიწყო, რომ განათლების მიმართულებით არის სერიოზული მასწავლებლების ხელფასები ამომატებული, ის რომ ექიმების ხელფასები ამბულატორიებში არის მომატებული, ის რომ დასეტყვილი ყველა ინფორმაცია მაქვს ბატონ გოკა მოტანილი აბსოლუტურად და ყველაფერზე აგერ მაქვს მოტანილი ციფრები, ჩემო კარგო და ნერვიულობ გოკა, ვიტყვი მე ჩემსას, თქვენი უნდა თქვათ, მე ჩემი უნდა თქვა და აგერ არის მოსახლეობა და იმ მოსახლეობამ გააკეთოს თავისი დასკვნა, ვინ ლაპარაკობს ჩვენ შორის მართავს, მე ყველაფერს ციფრებით მოგახსენებთ. ეკონომიკა, რომელიც არის ჩავარდნილი, თქვენ ამბობთ, რომელიც არის გარღვეული და გაუბედურებული, 5%-იანის დაგვაქვს წელს დაგეგმილი და 6.2% არის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7 თვის მონაცემებით. ვინდა გითხრათ, რომ ის 100 მილიონი, რომელზეც შემოსავლების ნაწილში გოკა ლაპარაკობდა, ეს არის გრანტების და სესხების ნაწილში, სადაც ჩვენ გქონდა 6 თვის განმავლობაში გარღვევა, მაგრამ 8 თვის განმავლობაში 90% ესეც ამ გამოსწორებულია და წლიური 90%-იანი გეგმა შესრულებული. შემოსულობებში პრობლემა არ არის. საფინანსო სამსახურები მუშაობენ ძალიან სწორად. არავითარი ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერება არ არის. იყო პირველ კვარტალში შეფერხებები, ეს ყველაფერი გამოსწორდა და ფეხზე არის დამდგარი. სტატუს შეჩერებულ სტუდენტებზე. ამაზე ხშირად ლაპარაკობენ. დღეს მე რამდენადაც ვიცი, სერგო რატიანიც აპირებდა აქ მოსვლას. სტატუს შეჩერებული სტუდენტების ვიქტორ დოლიძეც აპირებდა აქ მოსვლას და ბოლოს გითხეს, რომ ჯერ გითხეს, რომ ბრიუსელშია, შემდეგ გითხეს, რომ ნათესავი ყავს ავად. სტატუს შეჩერებული ანონსი არ მოეწონა და შეჩერებულ სტუდენტებთან, ესე იგი, არის თემა ესეთი. შემდეგი მე მინდა საქართველოს მოსახლეობა მიცოდეს, სტატუს შეჩერებული სტუდენტები ითვლება 5 წლის განმავლობაში. ანუ ეს ამ ადამიანის კატეგორია იკრიბება 5 წლის განმავლობაში და ის რაც არის დღეს ციფრი, ეს არის 5 წლის ჯამი, მინდა გითხრათ. თან სტატუს შეჩერებული სტუდენტები, ვინმეს არ ეგონოს, რომ აქ ძირითადი ნაწილი არის ფინანსური ვალდებულების გამო. აქ არის ზოგმა ოჯახი შექმნა, ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, ზოგს რაღაც ოჯახურ პირობები ქონდა და თვითონ შეიჩერა სტატუსი. არის ხელოვნური მაგალითები შეჩერების და მაგალითად გეტყვი, ქალბატონი გიული ალასანია სასწავლებელში 600 სტუდენტს შეუჩერეს სტატუსი იმის გამო, რომ ქალბატონმა გიულიმ მაისის თვეში მოთხოვა მთელი წლის გადასახადის გადახდა ამ სტუდენტებს და ასეთი ტიპის პირობების შეცვლა, ასეთი ტიპის პირობების შეცვლა დამამთავრებინე, აგერ ამაკ გოკა 33 არ არის, 38000-ია 86000-დან ფინანსური ვალდებულების გამო. 80 და გეუბნებით 5 წლის ჯამია ეს არ გეგონოთ 2013 და 2014 წლებში
ეს არის 2011-ში, 12-ში, 2010-ში და 2013-ში და 14-ში შეკრებილი. არა, 600 ბავშვი იყო ესეთი ალასანიას უნივერსიტეტში, პირობები შეუცვალა გიულა, ასეთ ხელოვნური მომენტებიც ხდება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს სტატუს შეჩერებული სტუდენტების თემა, რომელზეც ესენი ლაპარაკობ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, 1 და 2 წლის არ არის, ეს არის ჯამი 5 წლის, იმიტომ 5 წლით ითვლება. წამლების რეცეპტებზე თქვენ თქვით, რომ ცალკე გადაცემის თემაა, მაგრამ თქვენ ეს ოპონენტებმა უნდა უპასუხო. 3000 წამალი იყო გასაცემი, რომელიც რეცეპტით გაიცემოდა მხოლოდ. ეხლა არის ამათი რაოდენობა 5000 და რატომ არის გეტყვით? იმიტომ რომ ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ქრონიკული დაავადებების მიხედვით საქართველო არის მეორე ადგილზე და არის იმიტომ რომ საქართველოში გავრცელებულია თვითმკურნალობის ესე იგი ტენდენცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მეგობარი მეგობარს ურჩევს, მეზობელი მეზობელს, იცით, აი ეს წამალი დალიეთ, ეს ამან მიჩია და ეს ამბავი იწვევს ძალიან სერიოზულად. ამავე დროს საფრთხე ნარკომანი არის ძალიან გავრცელებული და ეს არის თემა, რომელზეც გადაწყვეტილება მიიღო ჯანდაცვის სამინისტრომ და მე ვფიქრობ ძალიან ოპტიმალური და კარგი გადაწყვეტილება ისევ ადამიანების ჯანმრთელობის ინტერესიდან გამომდინარე და ეს ძალიან გავს რომელ თემას იცით ინგა როდესაც ღვედებთან დაკავშირებით სხვათა შორის ნაციონალურმა მოძრაობამ შემოიღო კანონი და ღვედების გაკეთებაზე მოსახლეობას ჰქონდა პროტესტი მაგრამ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება იმიტომ რომ კეთდებოდა მოსახლეობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად მათი კეთილდღეობა. კარგი, ჩვენ ახლა ისე თემებზე ვჟელობთ, რაზეც რეალურად დასკვნას გააკეთებს თვითონ მაყურებელი. რამდენად აისახება ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, გადაწყვეტილებები მათ ერთი კითხვა მინდა დავსვა. ბატონო, ამას ხომ უნდა უპასუხოთ ინგა. ამას ხალხი თვითონ გზნობს, რა თქმა უნდა, მაგრამ ისევე როგორც გზნობდა თქვენს დროს, ბატონო გიორგი. ბატონო ზვიადი როცა ამბობს სოფლის მეურნეობა ფეხზე დააყენო, ბიძინა ივანიშვილი ხა. ბატონო ზვიადი, ალბათ ამას სერიოზულად არ გულისხმობს. სრულიად სერიოზულად. რეფერენდუმის მონაცემები გაინტერესებს? არ გაინტერესებს? მე კონკრეტულად აღარ ვიდაოთ დღეს ვიყურებენ სოფლებს. კი ბატონო. ფეხზე დააყენები მათ შორის კახეთის სოფლები, სადაც 100 მილიონს გადააჭარბა უკვე, ესე იგი ღვინის რეალიზაციით შესულმა ხალხმა. სადაც 160,000 ჰექტარი არის გასარწყავიანებული პოლიტიკური გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი, თქვენი გამყურებელია, როცა ამბობთ, იმეორებ დაახლოებით იმას, რაც ივანიშვილის მანტრა რაც არის, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულეთ და უფრო მეტიც გავაკეთეთ, ვიდრე ხალხს დავუპირდით. კი, ეს შეიძლება თქვათ, ეხლა შეიძლება თქვენ ეს ამტკიცოთ, რომ ყველაფერი კარგად არის, სოფელი უკვე ფეხზე დგას, სამუშაოები მაგრად მიდის შემოსულობებში, მხოლოდ კრედიტების და გრანტების დანაკლისი გვაქვს, ეკონომიკა სწრაფად იზრდება, მაგრამ ხალხი ხო გიყურებთ ამ დროს. რომელსაც დაპირდით 230 ლარიან პენსიას მყისიერად, რომელსაც დაპირდით განახევრებულ ტარიფებს კომუნალურ მომსახურებაზე, რომელსაც დაპირდით იაფიან საწვავს, რომელსაც დაპირდით რომელი ერთი ჩამოთვალო, დაპირდით იპოთეკარების პრობლემების მოგვარებას, დაპირდით უფასო ფული თუ როგორ დასაფრებულ პოზიციაში ხართ, ხო ბატონო გიორგი, ჯერ მხოლოდ 2 წელია, ხო რაც მოვიდა ეს ხელისუფლება და ალბათ ესა. მათი პასუხი მე არ ვიცი, აქ არის ესეთი პასიური სახელისუფლებობთა აქედან, მაგრამ ოპოზიციის მიმართ. არ მიდის ბრძოლა გლადიატორები. არა, უკაცრავად. მე რომ გლადიატორების ომბირონდომო და სრულიად სხვა თემებით შემოვიდოდით დღეს. 200 მილიონი მოაკლო მთავრობამ ჯანდაცვის პროგრამას. ვერ დახარჯა უბრალოდ 200 მილიონი. თქვენ წარმოიდგინეთ ქვეყანაში, სადაც 200 მილიონს მთავრობა ზოგავს ჯანდაცვის პროექტებზე, 200 მილიონით ნაკლებს ხარჯავს, უკვე გამოყოფილი ბიუჯეტიდან. ეხლა მთლიანად კი 650 მილიონი გაირღვა, მაგრამ მაგალითად ჯანდაცვას მოაკლეს 200 მილიონის პროექტები. ეხლა როცა ჩვენ ამ ხალხს ვეუბნებით, ყველაფერი მიდის კარგად, ეს ეხლა ბატონო, მე თქვენ გიკვირთ ხოლმე, რომ აი ოპოზიცია ჩასაფრებულია. რატო ხდება ინგა ესე, რომ თუ არ ჩხუბობ, თქვენ არ მოგწევთ. უკაცრავ, თქვენ ეხლა ჩემთან გადმოგაქვთ ისრები, თუ რა ხდება? მე არ ვამბობ, რომ თქვენ არ ჩხუბობთ. უკაცრავად, მე არ ვამბობ, რომ ფასიური ხართ, ესე იგი, იმიტომ რომ არ ჩხუბობთ. თუ შეიძლება, არა, კითხვა პასუხი უნდა გავცეთ. მე უბრალოდ გითხარით, რომ ასეთი ბრალდებები, როდესაც არის თუ ხელისუფლებისგან უნდა იყოს უფრო მეტი. თქვენ რო ლაპარაკობთ 150 ლარიან პენსიაზე. ერთი დაითვალეთ, რამდენი ოჯახია, რომელსაც დაკარგული ყავს ომებში, იქ რამდენს დაენიშნა, მრავალშვილიანობისათვის, რამდენი უფასო ოპერაცია გააკეთა, რამდენი ფაქტი, ერთი წუთი რა. ისიერად განხორციელდება საპენსიო რეფორმა და პენსიები. ერთი წამი. კარგით, ერთი წამი. დამეთანხმეთ და გავწევთ. ერთი წამი. ხო იყო ეგ დაპირება. ეს 150-იანი ისიერი დაპირება არ ყოფილა, მაგრამ თემა რაშია? 150 ლარიანი პენსია გაცილებით უფრო ყუათიანი გახდა. მას მერე ერთი წუთი. ერთი წამით რა. ხალხი გაიზარდა, ინფლაცია ქვეყანაში როგორ გახდა? გაჩერდა ერთი წუთი. 150 ლარიანი პენსია უფრო ყუათ.
ყუათიანი გახდა მაშინ როცა ადამიანი დაზღვევა აქვს მაშინ როდესაც არ არის აუცილებელი რომ დღევანდელი 150 ლარიანი პენსია უფრო მსყიდველობით უნარიანია ვიდრე 2-3 წელი საერთოდ გავჩუმდები მაშინ ინფლაციაზე წარმოდგენა კარგი ბატონ გიორგი გადახედეთ ციფრებს რამდენი ფული იხარჯება და სწორედ იხარჯება სოციალურ პროგრამებში ელემენტარული მაგრამ თანახვარი მაგითო ლაპარაკობ აი ახლა პროკურატურა მიყიდა 170 ლარიანი ლაპარაკობ 150 გეუბნებით არ გაინტერესებს უკან რა არ გაინტერესებს ბაღამთიან რაიონებში დახმარება მრავალშვილიანებისთვის 170,000 ლარიანი ლექსუსი რო არ ჩაჯდეს მილიარდ 100 მილიონი არ ჩამიხსენს აი რა მოხდება კარგი 100,000 დოლარიანი ლექსუსი რო არ ჩაჯდეს პროკურორი რა მოხდება თქო მილიარდ 100 მილიონის პროექტი განხორციელდა ინფრასტრუქტურული თქვენ იცით ამის შესახებ თუ არ იცით გეკითხებით ეგება მითხრა ჩვენ ვიცით რამდენი ჰესია შეგდა ყველაზე მნიშვნელოვანი რამდენი უნდა გაგეკეთებინა და რამდენი არ გააკეთეთ ამაზე ვსაუბრობ უნებრივია ჩვენ ის კი არ გვაწუხებს რომ რაღაცა კეთ ჩვენ ის კი არ გვახარებს რომ რაღაცა კეთება კი ვიხარია გიხარიათ რომ რაღაც კეთდება არა ამან არ უნდა დაგვაკმაყოფილოს არ თქმა უნდა ამან არ უნდა დაგვაკმაყოფილოს რაღაცა რო კეთდება კარგია კაცო ამან არ უნდა დაგვაკმაყოფილოს ჩვენ იმაზე უნდა წუხდეთ რომ რაც შეიძლება რომ გაკეთებულიყო და რო არ კეთდება თორე რაღაცა რო კეთდება მაგით გაყოფილი როგორ შეიძლება 50 კილომეტრი ამაზეა საუბარი 3 კილომეტრი გავაკეთე 3 კილომეტრი კაია 400 მილიონს რო დააკლებ იმას რაც შეიძლებოდა რომ გაკეთებულიყო ეს არის შესაძლებელი თორე ხა რაღაცა რო გაკეთებულიყო კი ბატონო კაია მაგრამ ეხა რითი ვიყოთ კმაყოფილი რომ აი ჭიქაში ნახევრად ასხია წყალი კმაყოფილი ვიყოთ მაშინ როცა ის კი არა რომ საერთოდ არ იყო და ნახევრად აივსო მაშინ როცა იყო შევსებული ამაზე მოდი ერთოთი კაცო რა დიდი მადლობა მოიცადეთ არა გავაცემინო არა ინგა ციფრებით უნდა უპასუხოთ ბატონი ზვიადი ამბობდა რომ ჰაერიდან მოტანილი 11,000 სტუდენტი იყო რომელიც 2012 წელს იყო ჩამოცილებული ამ დაფინანსების პროგრამას წელს არის 33,000 200 მილიონი აი ხა რაღაცა რომ დახარჯეთ დანდაცვაზე კარგია ვიხარია მაგრამ არ გვიხარია და არ თქვა თქვენ გიხარია 200 მილიონი დააკელი ჯანდაცვას ეგ არ უნდა ვთქვათ ინგა თქვენ რომ ამბობთ რომ ჩასაფრებული ხართო აბა არ უნდა ვიყოთ თითოეული მოქალაქე ჩასაფრებული რაც შეიძლება რომ გაკეთებულიყო რაც უნდა გაკეთებულიყო რო არ გაკეთდება არ უნდა უთხროს თითოეულმა მოქალაქემ და მით უმეტეს ოპოზიციამ რომელსაც ჩვენ ხალხმა აი ამ ადამიანების წარმომადგენლებმა ამ შემთხვევაში ყველამ მოგვიჩინა ეს ადგილი რომ იყავით კონსტრუქციულად ჩასაფრებული როცა რაღაცა უნდა გაკეთდეს და არ გაკეთებთ თქვით ამის თაობაზე ეს არ ვთქვათ და ბუნებრივია ამაზე ვამბობ გული მტკივაო ბატონო გია ამაზე გახარებული მანახა გული მტკივა იმაზე რომ და ნახავთ რა გული არა მე გახარებული როცა კარგ რაღაცას გახარებული ვარ და გოკამ თქვა რაზეც ვარ გახარებული კარგია რომ გლეხებს მიეცით მიწის დახნის საშუალება კიდევ ბევრ რაღაცას ჩამოვთვლი კი თუ მექნება საშუალება მაგრამ თუ ჯერ ხალხს გავაგებინებ რა ვერ გააკეთებ გამიგეთ ხო და მე რა ვქნა გულის ტკივილი არ გამოვხატო გია რომ როცა ქურდული სამყარო ამ ქვეყანაში დამარცხებული იყო გულის ტკივილი არ გამოვხატო ამ ადამიანებზე დავიწყო ლაპარაკი გულის ტკივილი არ გამოვხატო ამ ადამიანების სახელით რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ქურდებს აეროპორტში ხვდებიან უკრაინიდან ჩამოსულებს რემენებს და სხვებს და სიმსიმიანი მანქანებით სადღაც მიაცილებენ არ უნდა ვთქვათ ამ თაობას სირაკლემას რას ვლაპარაკობ და რას არის სიმართლე და რასაც არიზიებ ყველა იმ საქმეებთან ერთად რომელ საქმეებსაც არიზიებ და იგივე იმ რაფალიანის საქმეს რო არიზიებ კრიმინალია სამი კაცი მოკვდა ციხეში აი იმ ციხეში ავაცახსენებელ ციხეში ჩვენ დროს რო ბევრი საშინელება მოხდა და თქვენ რო გამოასწორეთ და კარგად არის მდგომარეობა ბოლო 2 დღის განმავლობაში სამი კაცი მოკვდა და არ თქვათ რომ ციხეში ერთხელ და სამუდამოდ სიმწრით და მათ შორის შეიძლება ზედმეტი სიმკაცრით დამთავრებული მაყურებლების ინსტიტუტი რო აღადგინეთ ეს არ თქვას ამ ხალხმა და ჩვენ მათმა წარმომადგენლებმა ეს არის სიმართლე ჩვენ რაც უკვე მალე გაუხსნეს ეძახით რომ 700 კაცი გამოასვენეს ციხიდან ეგ არის რომ არ გაწყვეტინებთო ეგ არის რომ არ გაწყვეტინებთ რაც უფრო მალე გაუხსორებ თვალს აი ამ სიმართლეს მით უკეთესი იქნება თქვენთვის იმიტომ რომ ვითარება არის ძალიან ძიმე ყველა მიმართულებით გია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ საქართველოს ეხლა ისე საქართველოს აი რაც შეეხება საქართველოს შეგწყვეტ თქვენ რომ როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი საყოველთაო შეშფოთების პირობებში
გამოდის და ლაპარაკობს, როცა საგარეო პოლიტიკაზე ლაპარაკი, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არისო. ამას რო ამბობს და საქართველოს პოზიციებს არ ყევს საერთაშორისო BBC-ს გადაცემაში, ხო? ეს არის. მოდით ახლა ქართულ არხმოვანურ რეაქციას და თემები, რომელიც ოკუპაციაზე როგორ ლაპარაკობთ? როგორ ლაპარაკობთ? საერთოდ არ არის სუვერენული პოლიტიკა, რაც იყო ეს ოკუპირებული არ იქნებოდა. ეგ ტერიტორია ლაპარაკობთ, რომ საქართველოს ბრალია, რუსეთის აგრესია. ესაც ამბობ, გია, საქართველოს მთავრობას ადანაშაულებდით. ომის დაწყებაში ჯობია საერთოდ. თქვენ უნდა გაჩერდეთ, გია, იმიტომ რომ ისეთი მავნებლობები გაქვთ, ნალაპარაკები თქვენ ირაკლი ღარიბაშვილს ბიზინა ივანიშვილს ეს არის ღალატი საქართველოს ეროვნული ინტერესები. აღარაფერს ლაპარაკობთ საქართველოს წინააღმდეგ აგენტურული საქმიანობის გამო დაპატიმრებული ადამიანების გამოსვლაზე. დიდი მადლობა. ძიძი გულსაძლევს სიტყვა ძალიან გადავაჭარბეთ. უკან დაბრუნებაზე, კრიმინალის უკან დაბრუნებაზე და პოლიციის შეურაცხყოფაზე. დიდი მადლობა. ერთი არ გვილაპარაკია საქართველოში ინსტიტუტების გრევაზე. ბატონო გიორგი, დიდი მადლობა. თუ შეიძლება. გაჩერდი, იმიტომ რომ არა თქვენი სულელური პოლიტიკა, არც ოკუპაცია არ იქნებოდა. კარგი, ძიძი კუთხარ დაიწყო. არის მოღალატეობრივი, რაც ყველაფერი გავალება შესრულებული. გავალება გასრულებული. კარგი, ძიძი კუთხს ვაძლევს სიტყვას. უკრაინის ბრალი, სამარცხინო, უკრაინას თავი დაანებეთ. ირინის ოკუპაციას უკრაინის ძიძი კუთხს ვაძლევს. საერთოდ გადახვედის. ბატონო გიორგი, ძიძი ტაქტიკამ გაამართლა და გიორგი ბარამძე აყვირდა. ესე იგი, რატო ყვირის ვერ ხვდები? თქვენი ძალიან გამკვირვებია ყველას იმის აწოდო არგუმენტები. მაშინ ვერ გადამაჭარბებთ ასე რომ მაშინ აუწევთ ჩემს ამასაც. გიორგი ბარამიძეს არ მოწონს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა. ვაცადო ძიძი ვაცადო ბატონო გიორგი, თუ შეიძლება ძალიან ბევრმა აწია ხელი. რამდენმა? კაი. რამდენმა პროცენტმა? აი შენიყავი კარგი შინაგან საქმეთა მინისტრი. შეხედეთ, აი გია, შენიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი კარგი. შენიყავი მაინც კარგი რას მინისტრი. ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს 95% ქურდი დავიჭირე და აჭარა გავათავისუფლე. ეგ არ დაგავიწყე. აჭარა გავათავისუფლე მავნებელი აბაფიზისგან. რა მინისტრი იყავი? მათალეთ ეხლა რა. მე მინდა ესე იგი აქ ძალიან ბევრი ბრალდება მოისმინეთ ეხლა და ძალიან ხმამაღლა და ძალიან ყვირილის ტონში და ვფიქრობ რომ ეს არის ერთი რაღაცა მარტივი ტრიუკია რომელსაც ეხლა გია ბარამიძე იყენებს. მე ვფიქრობ არ არის აქ ჩვენ ეხლა თუ გინდა ემოცია გამოიწვიო კი ბატონო აგერ გამოიწვიო ემოციას რა პრობლემა არის მაგის როცა ლაპარაკობ კრიმინალის გაზრდაზე მინდა გითხრა რომ ყველა სტატისტიკით კრიმინალი არის შემცირებული. მე მოვიტანი ამის შესახებაც ინფორმაციები აგერ მოგახსენებთ ჩემო კარგო ამ ინფორმაციებს. აი აგვისტოში იყო ძალიან აქტუალური ესეთი მკვლელობების თემა, რომ არის მკვლელობები, რომელიც არის სრულიად, ესე იგი, წარმოუდგენელი მასშტაბის და მინდა გითხრათ 2011 წლის აგვისტოში მაგალითად იყო 10 მკვლელობა, 2014 წლის აგვისტოში იყო 11 მკვლელობა. 2004 წლის აგვისტოში გაშუქდა მხოლოდ 2 ასეთი შემთხვევა, ისიც არა მთავარ ნიუსებში, არამედ მეორე ნაწილში სადღაც და აგვისტოში გაშუქდა 9 ესეთი შემთხვევა და გაშუქდა პირველივე ნიუსებში და ეს კეთდება სრულიად შეგნებულად, იმიტომ რომ თქვენ ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნათ ქვეყანაში ერთგვარად ისტერიული ფონი, რომ ყველაფერი იქცევა, ყველაფერი ცუდად არის. შემდეგ ამის მიხედვით თქვენ გინდათ რომ ღურიე წყალში ასე ვთქვათ ეცადოთ თევზის დაჭერას. ეს არის თქვენი პოლიტიკა, რომელსაც ერთ-ერთი ტელეკომპანია ძალიან სერიოზულად უჭერს ხარს და ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს მე შევაფასებდი მაგალითად ინგა 3 ტონა ჰეროინი დააპატიმრა ამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ამ ჰეროინს გამოვლილი ჰქონდა მთელი შუა აზია და საქართველოში გააჩერა, იმიტომ რომ პიროვნება ტალიბანი ხდება რომ საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან მაღალ უპრიანი იყო რომ ახსენე. რაც შეეხება შენი შინაგან საქმეთა მინისტრობა, გია მე კარგად მახსოვს ძალიან რა. და არ არის ხალხსაც ძალიან კარგად ახსოვს. მე ძალიან ცუდი ასოციაცია შენ შინაგან საქმეთა მინისტრობა. რასთან გაქვთ ცუდი ასოციაცია აბა? რაც შეეხება რომელიმე მეგობარი
ფეხბურთი ხო არ აღმოჩნდა ციხეში. რაც შეეხება როგორ გახსოვთ გიორგი ბარამიძის მინისტრო ძალიან ცუდად მახსოვს რა, დაბომბილი სოფელი მახსოვს ვერტალიოტებით რა. ესეთი რა მახსოვს და ძალიან ცუდი რაღაცა ამბები მახსოვს. აი სწორედ ეგ არის ილისწამება. არანაირი სოფელი არ დაბომბილა, კრიმინალები დაიჭირეს ჩვენმა პოლიციელებმა, რომლითაც ამაყობს ეს საზოგადოება. კარგეთ, დავაგზავნებით. აი ეს არის განსხვავება ჩვენსა და ეკონომიკაში არსებულ ტრახზე როცა ლაპარაკობ. კია, ნუ ნერვიულობ რა. არ ნერვიულობ. თქვენ გაქვთ ანერვიულო. ნერვიულობ, რა თქვენ ხართ, თქვენ გაქვთ ანერვიულო. ჩვენ შვენიერ დღეში ვართ, უნდა გითხრათ, იმიტომ რომ ყველა პროგრამა, ეხა გოკა გაბაშვილი გვეუბნებოდა რა, ყველაფერი პროგრამა. არა, არ მოგვიგوارებია ყველა პრობლემა, რა თქმა უნდა და შეუძლებელიც იყო 2 წელიწადში ჩვენ ეს ყველა პრობლემა მოგვეგვარებინა. ჩვენ ეკონომიკა საერთოდ არ გქონდა. ეკონომიკა ერთადერთი რაც ხდებოდა ადმინისტრირების ხარჯზე ბიუჯეტის შევსება გააკეთეთ. ეს არის კარგი ეკონომიკა, რასაც კლასიკური გაგებით რომ იყოს მეწარმეობა არ იყო ქვეყანაში განვითარებული, არ იყო ვაჭრობა, ექსპორტი, იმპორტი. ეხლა რაც ხდება, მინდა გითხრათ რა. ექსპორტის რაოდენობა არის საოცრად გაზრდილი. გეტყვით 22% არის ექსპორტის რაოდენობა გაზრდილი ქვეყნიდან. ეს ციფრები ვისაც აინტერესებს, მინდა გითხრათ, იმპორტის რაოდენობა არის გაზრდილი. საგარეო ვაჭრობის მიმართულებით გვაქვს სერიოზული პოზიტივები. ჯანდაცვასთან დაკავშირებით 200 მილიონზე როცა ლაპარაკობთ, ბატონ გოკა, როდესმე გითქვამთ თქვენ რომ აი ჯანდაცვაში მაგალითად 50,000 მშობიარობა არის მარტო დაფინანსებული უფასოდ, სახელმწიფომ დააფინანსა ეს ამავე. ხო იცით ეს თქვენ ძალიან კარგად გეტყვით. ძალიან კარგად. რამდენი არ დაფინანსა იმაზე ვილაპარაკოთ. 10,000 ბენეფიციარი. ნერვები დაიოკე, არ არის საჭირო ეგეთი. აი გოკა ელოდება თუ რამეს ესე იგი არ მოეწონება, რა თქმა უნდა არ შემარჩენს და ყველაფერს ისეთია ველოდები ჩემჯერ. ჩემი საუბრისგან წიროდა ბატონო. 2014 წლის მაისიდან 30% არის გაზრდილი ექიმებისა და ექთნების ხელფასები და 650 ლარი გახდა 500 ლარის ნაცვლად. 82 სოფლის ამბულატორია მშენებლობა მიმდინარეობს ახლა და 63 უკვე დამთავრებული არის. სოფლებში ჩემო კარგო მიმდინარეობს რუხში ძალიან დიდი სამედიცინო კომპლექსის მშენებლობა, სადაც 600 კაცი უნდა დასახლდეს და ესეთი ამბებია. ციფრები, რომელზეც გოკა ლაპარაკობს, აი ესეთ 50 კილომეტრი უნდა დაგეგოთ და 3 კილომეტრი დაგეგოთ. არა, ჩემო კარგო, იმ მონაკვეთზე იყო 9 კილომეტრი დასაგები და იმ 9 კილომეტრიდან 3 კილომეტრი დაგებული, იმიტომ რომ მაშინ, როდესაც იმ ორგანიზაციამ გაიმარჯვა კონკურსში, იმ ორგანიზაციას პრობლემა იყო კონკურსი არ იყო. რა თქმა უნდა, თქვენ ძალიან სწორად ხვდებით, ჭკვიანი კაცი ბრძანდებით, რა თქმა უნდა, კონკურსის პირობები არ იყო სწორი და აქედან გამომდინარე იმ კომპანიას აქვს პრობლემები და 3 კილომეტრი ამიტომაა დაგებული. გინახავთ რუსთავი-თბილისის მაგისტრალი, გინახავთ ქობულეთში შემოვლითი გზა, გინახავთ ზესტაფონის სამტრედიის გზა, გინახავთ იმის საჩხერის მიმართულებით გზა, რომელიც კეთდება. ამაზე ხო თქვენ არ ილაპარაკებთ, ამბობთ რომ გაირღვა 200 მილიონი დააღწა 500 მილიონი. არც ერთ ვალდებულებას არაფერი არ დაკლებია. მე გეუბნებით, ეხლა მე თავი დამანებით. აი, მოდი ერთი რამ, ესეთი რამ. მე მომეცით ეს ციფრები და მე გადავხედავ შედეგი გადაცემით. მე გეტყვით, დაგიტოვებ ვინდა ყველაფერს. ეხლა გეტყვით ერთ რამის. ჩვენ ვლაპარაკობთ. მოკლედ თქვით, თუ შეიძლება და ბოლო კითხვა უნდა ჩვენ რომ ვლაპარაკობთ არ ტენდენციურები. როდესაც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები, სტანდარტ პურსი, ფიში, მუდისი, ეს ორგანიზაციები, როდესაც ამბობენ, რომ საქართველოში არის უკეთესობა ეკონომიკის მიმართულებით, როდესაც სტაბილურ რეიტინგს ანიჭებენ და ამაღლება ხდება ამ რეიტინგების, როდესაც საქართველოში გლობალური კონკურენტუნარიანობის ძალიან გქონდა. საბაზისო რა იყო? არა, მომატებას ადასტურებ თუ არა, რომ რეიტინგებში მოიმატა საქართველოს. ის ბაზისზე მოიმატა. საერთაშორისო რეიტინგებში დაქცეულ ეკონომიკის ქვეყნებს ვინ მოუმატებს? დაქცეული ეკონომიკის თანაბრად გადავანაწილებ საერთაშორისო დიდი მადლობა და მე მინდა დავსვა ბოლო კითხვა ჩვენი დრო პრაქტიკულად მე კითხვა უნდა დავსვა გუშინ რაც ხდებოდა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. ამაზე უნდა ვთქვა აუცილებლად ახლა. ბატონი ზვიადი იმეორებს ამ რაღაც აბსურდულ ფრაზას, რომ მანამდე საქართველოში ეკონომიკა საერთოდ არ იყო. აი საერთოდ რას ნიშნავს? მართლა არ მესმის, რომ ისევე როგორც ბატონი ზვიადი ახლა შვენივრად ოპერირებს ციფრებით, არის აბსოლუტურად აღიარებული მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ციფრები, ხო? საქართველოს ეკონომიკა თავის ზომით 2003 წელს იყო 8 მილიარდიანი ეკონომიკა. და ეს 8 მილიარდიანი ეკონომიკა მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა 3-ჯერ. და ეს 3-ჯერს და ეკონომიკის არის იმენად უტყუარი ფაქტი, რომ ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ ეკონომიკა არ იყო, არის ასაცილო. სახელმწიფო ბიუჯეტს თუ ავიღებთ, სახელმწიფო ბიუჯეტი გაიზარდა დაახლოებით 10-ჯერ.
ეხლა როცა საუბრობ ჩვენ იმაზე რომ დღეს არის პრობლემები გვეუბნებიან რომ აი ეს გაკეთა ეს გაკეთა ეს გაკეთა კი ბატონო მაგრამ იმას ვერსად ვერ წაუვალთ რომ თავრობა არის აბსოლუტურად არაეფექტური იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ 650 მილიონი ერთ წელიწადში გაარღვიეს ბიუჯეტი პირველად მოხდა ეს ბოლო წლების განმავლობაში 650 მილიონიანი გარღვევა მილიარდ 600.000 აიღეს ვალი და ინფლაციის დასაბალანსებლად დახარჯეს 9 მილიარდი თქვენ ეს წეღანი ლაპარაკი ეს არის იმდენად ნათელი რაღაცა ხარჯებში გარღვევა კონკრეტული გასაკეთებელი საქმეები განათლებაში პენსიებზე როცა მელაპარაკებთ პირველი წელი როცა პენსიები არ გაზრდილა მასეულის ხელფასების ზრდის ამბავი ბატონო არ არის ზუსტი ტყვილი არ გაზრდილა მასეულის ხელფასები არ არის ასე და ეხლა აღარ ვიდაოთ ამ თემაზე მასწავლებლები ბატონო მასწავლებელი ვიყურებენ და 66.000 მასწავლებელი ვიყურებ და მე ვიტყვი მასწავლებელი საშუალო შრომის ანაზღაურება 2012 წლის 1 ოქტომბრამდე იყო 285 ლარი 1 ოქტომბრის შემდეგ არის 360 კარგი აკე დაწნა ხوارგიში ბატონო ხوارგიში ბატონ გიორგი მოკლედ დიდი მტერი თავრობის და ხელისუფლების ჩვენ გამოვლილი გვაქვს საერთოდ არ გეუბნებთ არის თვითკმაყოფილება როცა თქვენ ლაპარაკობთ მუდის და ფიჩის და სხვა რეიტინგების ზრდას ეს საკმაოდ მაღალი რეიტინგები გაუარესთა შარშან იმ ჩავარდნების გამო რომელიც თქვენ გქონდათ დრო გამოიწურა იმიტომ რომ შარშანდელ 0 ზრდასთან შედარებით წლევანდელი 5% 0-თან შედარებით კარგია კი 5% 0-თან შარშან 0 მადლობა დიდი მადლობა დაფიქრდი ძალიან დიდი მადლობა რამდენი თვეთვესთან თქვენ ზრდა ვიდრე უნდა ყოფილიყო თქვენ გაგეხმარებთ თვის ზრდასთან ძალიან 2.7% წლიური 2.2 იყო მეტი 3.2 ხო არის ძალიან გთხოვთ თქვენ გქონდა დაგეგმილი თქვენ სამჯერ ნაკლებია ორჯერ ნაკლებია ეხლა გაგს დაი ბატონო შემეშალა ორჯერ ნაკლებია და გაგიხარდა არა 0 იყო ორჯერ ნაკლებია და გაგიხარდა 0 იყო ორჯერ ნაკლები ზრდა იყო და თქვენ დაგეგმით და გაგიხარდა არ დამიხარდა აბა მაგრამ ამაზე ვლაპარაკობ ლევანდელზე რა ლაპარაკობ ამაზე არ ვთქვა წელს რაც ქონდა დაგეგმილი იმაზე მეტი ხო არის არა ზვია 100 მილიონი დააკეთა არა გია 5%-ის ნაცვლად 6.2 არ არის და ბიუჯეტს დააკლდა არა თქვენივე მონაცემები 100 მილიონი და სახარჯო ნაწილში 400 მილიონი თქვენი მონაცემებია თქვენი მონაცემებია შევიდეს ნებისმიერი აიაგზომი ადამიანი და ვინც გვიყურებს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე და ნახავს ოფიციალურ მონაცემს რომ წლევანდელ წელს 6 თვეში 100 მილიონი დააკლდა ბიუჯეტს საშემოსავლო ნაწილში და 400 მილიონი გასავლიდან რაზე გველაპარაკება დიდი მადლობა დაასრულებს ხელისუფლება რა გაქვთ პასუხი როდეს ძალიან ცხელი პოლიტიკური შემოდგომა დაიწყო სამწუხაროდ მე სხვა თემებზე ვეღარ მოვახერხებ დღეს ლაპარაკს კლოვან ხალხს გია მე იმესილს იკეთებენ თუ არა შეიძლება არავინ არ იცოდეს მაგრამ ერთი საკითხია მაგას გპირდებით მე მაქვს ოცნება ესეთი რომ მოვა დრო როდესაც ეს კამათი ოპოზიციასა და თავრობის უმრავლესობას შორის თქვენი თაობის ცოტა ადრე რომ მოხდეს ჯობია იქნება მართლაც ისეთი საიდანაც აკეთებენ დასკვნებს მხოლოდ იმისთვის თუ ის მისცენ ხმა და ამას არა აქვს არავითარი ოპოზიცია სურვილი რომ თავისი წარსული გაათეთროს და არავითარი საფუძველი იმისათვის არ არსებობს რომ უმრავლესობამ ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად მართებულად შეახსენოს ის მართვის მართლაც მძიმე წლები რომელიც ჰქონდა. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდოდა რომ ჩვენ დღეს გვესაუბრა საპარლამენტო კომისიის შექმნის თემაზე ბარბარე რაფალიანცის სამწუხარო დრო პრაქტიკულად აღარ მაქვს, ამიტომ ვერ მოვასწავლე. რას? მე ყველაფერზე რაზედაც ვამბობ, მაგ აქ დოკუმენტები და ციფრები მოტანილი. დაგიტორთ ყველაფერს. მე მინდა ჩემს კოლეგებს, ხო, როდესაც ციფრებს მოიყვანენ, როდესაც მოიყვანენ იმ მაგალითებს, რომელიც მოყავთ, ციფრები მოიყვანონ დოკუმენტალურად დამტკიცებული. მოიტანეთ ხოლმე ეთერი. ამ ყველაფრის ფონზე, რაზე ჩვენ დღეს საუბრობთ, პირველი ბლოკიდან გადმოყოლილი ქონდა ინტერაქტივი შეკითხვა, რომელიც გააცემის ბოლომდე დარჩება. წავა თუ არა მარგველაშვილი ოპოზიციაში მაყურებლის უმრავლესობა ამბობს რომ მას აქვს მოლოდინი რომ წავა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის და იმედია თემა რომლის გაშლას დღეს ვერ მოვასწარით ჩვენი მომავალი გადაცემის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება გულისხმობ რაფალიანცის საქმეს. დრო არ მაქვს გამჭრიან. მე ვთვლი რომ ჩვენი კოლეგები ხდებიან ალბათ რომ ეს იყო შეცდომა როცა კომისიის შექმნას ხარი არ დაუჭირეს
ამ შეკითხვაზე პასუხები გასაცემი იქნება. ეს საქმე აუცილებლად გამოძიებული იქნება, აუცილებლად ხარდა აეხება ამ საქმეს და ის რომ ეს ჩვენ ერთად გაგვეკეთებინა, ეს იქნებოდა ბევრად უკეთესი, ვიდრე ის როგორც ამ საქმეს გაკეთება. ერთი წინადადება. ნაციონალურ მოძრაობას აქვს თავისი პოლიტიკური გეგმა ქვეყანაში შექმნას ისტერიული ფონი, რომ ყველგან ყველაფერში ცუდად მიდის საქმე. რაფალიანსის კომისიის შესახებ კომისიის შექმნა იყო ამ გეგმის ნაწილი. ჩვენ არ ვაპირებთ ნაციონალური მოძრაობის გეგმით ვიცხოვროთ, ასე არ ვაპირებთ. კარგი. რაც შეეხება კრიმინალს, რაც შეეხება ამ თემებს, გეგმას რომ გაირკვეს სიმართლე? თქვენ ეწინააღმდეგებით ამ გეგმას? ჩვენი გეგმა რომ სიმართლე გაირკვეს. ჩვენი გეგმა რომ ყველა მიცოდეს სიმართლე, ყველა გახმაურებულ საქმეზე. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე ვემშვიდობები ჩვენ სტუმრებს. რამდენიმე წუთში ექსკლუზიურად რეაქციაში ადამიანი, რომელიც არც თუ დიდი ხნის წინ საპროტესტო გამოსვლების ფლაგმანი იყო, დუმილი დარღვეულია, უცნობი ბრუნდება. გია გაჩეჩილაძე 24 სექტემბრისთვის ემზადება. საშინელება საქართველოში. დუმილი დასრულდა, უცნობი ბრუნდება, რას გეგმავს გია გაჩეჩილაძე 24 სექტემბერს პირველად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ექსკლუზიურად რეაქციაში უცნობი ცხელი პოლიტიკური შემოდგომის პირველი რეაქცია. მოდის, მაგრამ ვინ მოდის? გია გაჩეჩილაძე უცნობი, სულ რამოდენიმე დღეში დამთავრდება ეს კოშმარი ქართველებისთვის. ჩემი შემდეგი გამოსვლა დამთავრდება აი ამ ადამიანის დაპატიმრებით და გამოთრევით ყურით თავისი კაბინეტიდან. საშინელება საქართველოში. ბაჟა პროლოგს მეუბნება, ტატო ფინალს მიგონებს. დროა ავიღოთ კოცხები ყველა ქალაქის ქუჩებს დაუყვეთ ნელა, დავუღოთ ტადარი ნაძვი და თელა ნოშვევა ლალი მაყვალა გელა. რამდენიმე წლის წინ სააკაშვილის ოპოზიციამ ისლამის გმირად გამოაცხადა. უკვე კარგახანია დუმს და დუმის დღეს დაარღვევს. გია გაჩეჩილაძე სად იყო ამდენი ხანი? რატომ აღარ ჩანდა? როგორ აფასებს დღევანდელ სიტუაციას და რაც მთავარია, რას გეგმავს და რისთვის ემზადება? 24 სექტემბერს უცნობი გაცოცხლდება. 24 სექტემბერს ოთხშაბათს ეკახოფერიას თოქ-შოუში თქვენი ხილავთ საგანგებო გადაცემას იმის შესახებ, რას აპირებს გია გაჩეჩილაძე და რამდენად სერიოზულ და გრანდიოზულ შოუს თავაზობს საკუთარ მსმენელს და მაყურებელს, ასე რომ ოთხშაბათს იმედის ეკრანებს აუცილებლად უნდა მიეჯაჭოთ ზუსტად 22 საათზე ეკახოფერიას გადაცემით. მანამდე კი გია გაჩეჩილაძე სტუდიაში. ბატონო გია, საღამომშვიდობის, როგორ ხარ? როგორ წანდებით? როგორ ხარ გია? მადლობა. თუ შეიძლება დაჯექი, ძალიან დიდი ხანია არსად აღარ ხარ, ძალიან დიდი ხანია აღარსა ჩანხარ და მე არაერთხელ მომისმენია ასეთი შეკითხვა, სად არიან გაჩეჩილაძეები, განსაკუთრებით სად არის უცნობი. ჩვენი რეაქციის სეზონის ბოლო გადაცემაში თქვენმა ძმამ დაარღვია დუმილი და გამოვიდა პირდაპირ ეთერში. პირველ რეაქციაში აღმოჩნდა ისე, რომ თქვენ არღვევთ დუმილს და მოდიხართ. რა ხდება? სად იყავით? სავიცი, იმდენი ხანი ვიყავი ტელევიზორში, რომ საკმაოდ ბევრი ვილაპარაკე და მე მგონი ძალიან შევაწყინე კიდევაც თავი მაყურებელს, მსმენელს. საკნიდან გამოსვლაც შესაბამისად ისე მოხდა, რომ ბატონი გია ყანჩელი დამიკავშირდა საკანში და მთხოვა, რომ გამოვსულიყავი და ის სათქმელი, რა სათქმელიც მქონდა ჩემი ლექსით, ჩემი სიმღერით მეკეთებინა და გადავწყვიტეთ ერთად, რომ გაგვეკეთებინა რაღაც აქტუალური, ესე ვთქვათ, იმ პრობლემაზე, რა პრობლემის წინაშეც დღეს მთელი ჩვენი საზოგადოება და არა მარტო ჩვენი საზოგადოება დგას და მოვიფიქრე ესეთი რაღაცა, რომ გამეკეთებინა მუსიკალური სპექტაკლი, რომელსაც შემდეგ უკვე დავარქვით უცნობი ტაია.
თუ რა არის და როგორ არის ამ სპექტაკლში, წინასწარ არ მინდა ლაპარაკი მოვა მაყურებელი და თავის ანუ ეს იყო გია ყანჩელის იდეა, რომ თქვენ დაგეკეთებინათ ახალი შოუ, დაგეტოვებინათ საკანი, გამოსულიყავით და გეტყვათ თქვენი. არა, ეს იყო უკვე საკანი უკვე პრინციპში 9 თვე იყო რაც საკანში ვიჯექი და ეს იყო უკვე ბოლოსკენ, როდესაც ბატონი გია ყანჩელი დამიკავშირდა ტელეფონით და ვილაპარაკეთ ჩვენ და მან თხოვა რომ დამტოვებინა საკანი და მეც გადავწყვიტე რომ ის სათქმელი რა სათქმელიც მქონდა გამეკეთებინა სცენიდან გამეკეთებინა ხალხისთვის და მე მგონი რომ არ მოვიქეცი არასწორად მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში თუ არა და მაყურებელი შეაფასებს ალბათ კიდევ ერთხელ ვეთქვი ჩვენს მაყურებელს 24 სექტემბერს რუსთაველის თეატრში უცნობის გრანდიოზული შოუ და კიდევ ერთხელ აქვე შევახსენებ რომ 24 სექტემბერს 4 შაბათს 22 საათზე ეკა ხოფერია შოუში სპეციალურად ამ შოუს ექსკლუზიური დეტალები კულუარები მე კითხვა მინდა დაგისვათ აი თქვენ ამბობთ რომ გამეკეთებინა ის რაც მაქვს სათქმელი რა გაქვთ თქმელი რას ეუბნებით ხალხს რისთვის ბრუნდებით რას ამბობთ რა ვიცი მე რაც ჩემი სატკივარი რაც იყო და ხალხს რაც მინდა გადავცე და უთხრა ეს არის პრინციპში ის პრობლემა რომელი პრობლემის წინაც არა მარტო ჩვენი საზოგადოება არამედ მთელი მსოფლიოს საზოგადოება დგას ეს არის ტელევიზიების პრობლემა საერთოდ მინდა ესე ვთქვა ტელევიზია რა ერთდროულად გაგახსენდა თქვენ და ბიძინა ივანიშვილის ეს ტელევიზია? არა, მე 4 წლის წინ გამახსენდა ეს და 4 წლის წინ დავიწყე ამაზე ფიქრი და ამაზე მუშაობა და სწორედ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ჩემ შოუშიც არის ტელევიზორი, რომელსაც ეშმაკი განასახიერებს. ეშმაკს განასახიერებს უпростоრად და ყავს თავისი ზონდერ ტელევიზორები. ეხლა მე რა უნდა ვთქვა ამ შემთხვევაში? ტელევიზორი ეშმაკი, ანუ მე რა გამოვიდე? ანუ ბოროტებას განასახიერებენ ტელევიზორები და სიკეთეს განასახიერებენ მუსიკალური ინსტრუმენტები და იქ მთელი ამბავი ხდება როგორ ერევიან ტელევიზორები ჩვენ ცხოვრებაში, სიყვარულში და ასე შემდეგ და ხე წინასწარ არ მინდა დავკონკრეტდე, მაგრამ რაღაც საათი და 20 წუთი გრძელდება სულ ეს წარმოდგენა და ყოველ შემთხვევაში ეს არ არის შენ რას თქვი რომ დავუშვათ ჩვენ ტელევიზიებზე მაქვს ეს მხოლოდ და მხოლოდ გაკეთე ეს საერთოდ პრობლემა არის გლობალური პრობლემა არის როგორ მიდის ხალხისთვის ტვინის გამორეცხვა ესე ვთქვათ როგორ რასაც უნდათ და როგორც უნდათ დაუშვათ მის დამფუძნებლებს იქნება თუ მის მეპატრონეებს ისე გააშუქონ ესა თუ ის სიუჟეტები ამას შენ მე დამეთანხმები რომ შეიძლება კი აქა თუ იქ ცალკეული გადაცემები იყოს თავისუფალი მაგრამ გლობალურად რასაც ვიძახი ტელევიზია მაინც არის ის რომ საით წარმართოთ ადამიანების გონება და ანუ ეს არის ტვინის. ანუ თქვენ ტვინს ურეცხავდით მაყურებელს 9 თვე საკანში რომ იყავით და საქმიდან როდესაც მიმართავდით და როდესაც ამბობდით უამრავ რამეს. მაშინ თუ გახსოვთ ეს მიდიოდა მაესტროს ეთერში, მაესტროს თქვენ გახსოვთ ვინ იყვნენ მაესტროს დაფუძნებლები და როგორი თავისუფალი იყო მაშინ ტვინის გამორეცხვა არის ტელევიზორი. არა, მე მაშინ ლაპარაკობდი იმას, რასაც სხვა ტელევიზიები არ ლაპარაკობდნენ. ზუსტად მაგის საწინააღმდეგო გადაცემა გავაკეთე იქ მაშინ ყველა ტელევიზია ლაპარაკობდა ერთს და მაესტრო ლაპარაკობდა მეორეს ეს არ იყო ტვინის გამორეცხვა ეს იყო ის თუ როგორ მივაწოდე მე ესა თუ ის პრობლემა რასაც არ აწვდიდნენ სხვა ტელევიზიები მათ ეს იყო უკრავთ ეხა ტაშს ეხა უნდა შევედაო იმიტომ რომ ზუსტად მაშინ როცა თქვენ მიყავდათ საკანში გადაცემა მე მიმყავდა პირველ არხზე და მე მახსოვს რომ მე მაშინ ყველაფერს ვაშუქებ არა მე რაზე გედავები ჩემზე და შენზე არ ლაპარაკობდია ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ ან როცა თქვენ ამბობთ რომ აი ტელევიზია მინდა რომ კარგად შეიძლება ადამიანმა ტელევიზია გამოიყენოს კარგად და ცუდათაც რა ისევე როგორც ინტერნეტი გააჩნია ვინ და როგორ მანიპულირებს მითი რა ამ საშუალებებით და მე არ მინდა რომ ეს საშუალებები იყოს გამოყენებული ცუდად მე არ მინდა რომ ეს ამ საშუალებებმა იმოქმედოს ძალიან ცუდად ადამიანების გონებაზე და რას თავაზობთ ალტერნატივას ამისას არ გინდათ რომ იმოქმედოს ამან ცუდად ადამიანებზე და თქვენი შოუთი რას თავაზობთ რა თქმა უნდა რაც შეიძლება მეტი თავისუფლება უნდა იყოს ტელევიზიებში და ადამიანებმა უნდა ილაპარაკონ ის
რასაც დაუშვათ არ უკარნახებენ მას მათი დამფუძნებლები. კარგით, მე ერთი რამ მინდა კითხო, თქვენ ამბობთ, რომ ეხა არ მინდაო ბევრ რამეზე საუბარი, იმიტომ რომ რასაკვირველია 24-ში ეს არის პრემიერა და ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის თქვენთვის, მაგრამ მაყურებლისთვის ის რაც თქვენ გინდათ რომ შეთავაზება გააკეთოთ, როგორ ფიქრობთ, მაყურებელს როგორი გია გაჩეჩილაძე უფრო უყვართ და ის რომელიც პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში იყო და ერთგვარი ფლაგმანი იყო მაშინდელი მოვლენების თუ ის უცნობი ის გია გაჩეჩილაძე, რომელსაც ეხა ნახავს სცენაზე. მე რომ მკითხოთ სცენაზე მირჩევნი ხართ, მაგრამ თქვენ როგორ გია გაჩეჩილაძე. მადლობ. გია გაჩეჩილაძე არის გია გაჩეჩილაძე და რასაც ფიქრობს, იმას იძახის. გინდა დაუშვათ ხალხმრავალ აქციაზე და გინდაც სცენიდან თავის მაყურებელს ეუბნება იმას, მაგრამ მე მგონი ამ შემთხვევაში ბატონი გია ყანჩელი მართალი იყო, რომ ეს სცენიდან უნდა მეთქვა ჩემი სათქმელი. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, იმიტომ რომ დავიღალე ინგა. დავიღალე, მართლა დამღალა იმ 9 წელიწადმა და იმდენმა ჩემ თავზე და არა მარტო ჩემ თავზე გადავლილმა სიტუაციებმა, ჩემ ოჯახზე, ჩემ სამეგობროზე გადავლილმა სიტუაციებმა ძალიან დამღალა და ეს შოუც პრინციპში ეს დაიწყო წინა ხელისუფლების ეპოქაში, ესე ვთქვათ რა, ამის და მე რო ვფიქრობდი რომ დაუშვათ ამას ითამაშებდნენ ადამიანები და ეს შოუ იქნებოდა მსახიობებით გაჯერებული, ეს არ გამომივიდა, იმიტომ რომ რამოდენიმე ადამიანს მივიდნენ, დაემუქრნენ, ხო, დაიყვანეს და მე ვიფიქრეთ, ხა მე გიორგი ასანიშვილი არის ერთ-ერთი ამის კიდე სულის და გულის ჩამდგმელი და შოთიკო გლურჯიძე და ვიფიქრეთ რა შეიძლებოდა ყოფილიყო, როგორ შეიძლებოდა რომ ეხა ეს ადამიანები არ დაეყვანა და არ დაეშინებინა და საბოლოო ჯამში მოვიფიქრეთ ისეთი ფორმატი, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო ნახატი სამდეში, ანუ ჩემთან ერთად მონაწილეობენ 3D ესე იგი ნახატები, რომლებიც ჩემთან ერთად მოძრაობენ, კი, თამაშობენ სცენაზე და საბოლოო ჯამში ნახატებს ხო არ დაიჭერდნენ და ესე მოვიფიქრეთ შევკართ, ეს არის უახლესი ტექნოლოგიებით გაკეთებული შოუ. ნახოთ, სიამოვნებით დავესწრები მე პირადად ამ შოუს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე რასაკვირველია სცენაზე მირჩევნია გია გაჩეჩილაძე და დღევანდელი რეალობა. ისე ვერ ვილაპარაკებ აი ამ შენს წარსულს თუ არ გავიხსენებ, მაგრამ პარალელურად თუ არ კითხავ დღევანდელ რეალობაზე. ახსენე 9 წელი. როგორ აფასებ დღევანდელ სიტუაციას? იმას რაც ქვეყანაში ხდება. არ წავალ ხო ძალიან პოლიტიკურ წიაღსვლებში, მაგრამ ორი სიტყვით შემიძლია გითხრათ, რომ იმას ნარდაჯობია რაც იყო. დამეთანხმებით ალბათ სულ ყველა, ხო? და ეტაპია, ესეც ჩვენი გასავლელია. ეს არის რა უკეთესობა რო არის, ესეც საქმეა რა. კარგი, მოდი წარმატებები უსურვოთ ყველა მეტად გიას და ერთი რამ მინდა რომ ხოლო აი შენი შოუდან შენ ლექსებზეა რამდენადაც ვიცი ხო შენ სიმღერებზე აგებული მთელი შოუ ხო არ გვეთყოდი ორიოდე ფრაზას იმისთვის რომ მაყურებელმა დაახლოებით წარმოიდგინოს რა პათოსი იქნება რუსთაველის თეატრში 24-ში მე ნიღაბი და ჩემი მსმენელი ქვემდებარე და შემასმენელი გადაგვიძახეს ყველა ურნაში და გვატრიალეს ყველა ბრუნვაში დავათრე სიბნელე ჩიბუხით მოვიდა. რამდენი მეტრია 64 გორიდან. დიდი ბელადის მშვიდობა ომზე მიწაკი ყოფნის სულ 2-2-ზე. მაგიდაზე საფერფლე სიგარეტი 100-ი. 9 ციფრი 0-ია. აღარ გვიდა კამა. მოდი, წარმატებებს გისურვოთ. მე მინდა მთელი გულით გისურვოთ წარმატება. მაშასე 24 სექტემბერს გია გაჩეჩილაძე გელოდებათ რუსთაველის თეატრში გრანდიოზული შოუთი. როდესაც შოუს ვნახავთ, მე შევაფასებთ ყველაფერს. წარმატებებს გისურვოთ. გია გაჩეჩილაძე გაველოდოთ 24 სექტემბერს. როგორც უკვე გითხარით, ეკა ხოფერია შემოგთავაზებთ ექსკლუზიურად ამ შოუს დეტალებს. მე კი აქვე მინდა რომ დავანონსო ჩვენი განაცემის დასრულებისთანავე იმედის პირდაპირ ეთერში გავა შუა ქალაქის მესამე სეზონის პირველი სერია. აქედან გამომდინარე არ გადარჩოთ რასაკვირველია. იყავით ჩვენთან ერთად, მოდით ერთად შევაფასოთ ჩვენი ინტერაქტივი. წავათ თუ არა თქვენი აზრი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციაში იყო გადაცემის გამხსნელი თემა. ჩვენი მაყურებლის დიდი პროცენტი თითქმის ნახევარზე მეტი ამბობს რომ მას აქვს მოლოდინი რომ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი ოპოზიციაში წავა. ასეთი იყო რეაქცია. დაველოდოთ შემდეგ პარასკევს კვირის მთავარი თემები. ჩვენ შევხვდებით მომავალ პარასკევს. ნახვამდის კარგად გრძანდებოდეთ.